რა არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, ანუ IBD. ჩვენს თვალწინ გაიარო, როგორ ვაკეთებდით, გვიწევდა უფრო მეტი ოპერაცია სიტყვაზე ამ კრონის დაავადების გამო გაკეთებული და როგორ ხედავთ, რომ გზადაგზა მცირდება, ხრება ეს პაციენტები და ეს кейსები. ერთ-ერთი სიმპტომი ხა დაავადების არის დიარეა, დაუყოვნებელი სწრაფვა საფერფარეშოში. საქართველოს არის 2000-იანებამდე ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობის ერა, იდეაში ახლა იწყება საქართველოს. ოღონდ ერა ხმამაღლა ჟღერს რა. ძველ წიგნებში ყველგან ეწერა და დღემდე წერია და ახალ წიგნებშიც ასე ტერმინი სტრესწყლული. On max სტრესწყლულში არ იგულისხმება ფსიქოლოგიური სტრესით გამოწვეული წყლული. იგულისხმება ფიზიოლოგიური სტრესით გამოწვეული წყლული. ეს არის საერთო პოპულაციის ალბათ, რა ვიცი, 1%-იც არ იქნება, ვისაც რეალურად ჭირდება ეგწამლები და ვერ მკურნალობენ, იმიტომ რომ ვერ მკურნალობენ. არ არის ხელმისაწვდომი. მიზეზი თუ ხელიკოა, შებრძოლება, მიზეზი თუ ტკივილგამომრჩევლება, მორჩა. არანაირი დიეტა, არანაირი პაციენტის ტანჯვა-წვალება წყლულის გამო. ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ექიმებიც უშვებენ, პაციენტებიც უშვებენ, ყველა უშვებს. მოგესალმებით. როცა მუცელი ვტკივა, ხშირად ვფიქრობთ, ალბათ რაღაცა ვჭამე ან სტრესის ბრალია. თუმცა დღეს ისეთ სერიოზულ დიაგნოზებს საუბრობთ, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას შეიძლება რადიკალურად ცვლიდეს. მათ შორის ერთ-ერთი არის ნაწლავის ანთებითი დაავადება და ასევე პეპტიურ წყლულებსაც შევეხებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ, მათი წარმოშობის მექანიზმები სრულიად განსხვავებული სამყაროა. ჩვენი სტუმარია ექიმი ჯავა ზარქუა, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ დაამსხვრია მედიცინამ ძველი მითები და როგორ შეცვალა თანამედროვე ბიოლოგიურმა თერაპიამ იმ დაავადებების მართვა, რომლებიც ადრე ძნელად განკურნებად მდგომარეობებად ითვლებოდა. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს, ჩვენი მასპინძელია პოდკასტ არიერისთვისაც მადლობა მათ. ჯავა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. და მინდა რომ ასევე ჩვენს მსმენელს კიდე ერთი რაღაცა ვუთხრა, რომ ჯავა ჩვენს პოდკასტშიც იყო, ასევე ჩვენს მეგობარ პოდკასტებში ხშირად არის ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, მაგრამ ეხლა თუ ეგ მოლოდინი გაქვთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუბრობთ დღეს კლინიკურ მედიცინას. გამარჯობა ზურა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ხო რა, ცოტა ძალიან იშვიათად ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ სულ ცალსახად სოციალურ რაღაცებზე ვილაპარაკო ხოლმე და რაღაცა თქვენ პოდკასტზე ისეთი ამ სივრცესთან ნდობის მანდატი გაქვთ შემგან ძალიან დიდი და მომინდა რომ რაღაცა გასტროთემებზეც, იმიტომ რომ იმდენი სისულელი გროვდება გასტროთემებზე საჯაროდ. ერთ-ერთი ყველაზე გაუპატიურებული სფეროა ციფრულ მედიაში რა, იმიტომ რომ ვისაც არ დაეზარება ყველა გასტროენტეროლოგიაზე რაღაცა და იმიტომ რომ გაყიდვადია, იმიტომ რომ შესწავლიც და მაგას ახსნები აქვს თავისი და მაგაზე ვილაპარაკებთ რა ახსნა აქვს მაგას თავისი და ძალიან ბევრი ნაგავი და ტრეში გროვდება რა, რაც მე ძალიან აბნევს პაციენტებს. მე ხო ძალიან კარგად ხედავ ჩემ პაციენტს რა აწუხებს, რა ინფორმაციით არის მოსული, რა მიჭირს რომ აუხსნა, იმიტომ რომ მანამდე ათმა არასწორად აუხსნა და გადავწყვიტე რომ ცოტა ტაქტიკა შემეცვალა რა და საჯაროდ ახლა რატო არ უნდა ვილაპარაკო იდეაში გასტროენტეროლოგიაზე. ხო, თან მით უმეტეს რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნა ახლა აი მაგათაც ერთ-ერთმა ჩვენმა დაქვე ფოლოვერმა ჩვენს გვერდზე გამოგვიგზავნა რაღაცა ვიდეო, ახლა არ დავასახელებ იმ კოლეგის სახასა და გვარს, მაგრამ ისეთ საკითხებზე საუბრობს ერთ-ერთი ხო აი მინახავს გავსი ვიდეოები, არ ვიცი ახლა რომ გულისხმობს, ავარო შემიძლია გავარტყა, მაგრამ ბევრი მინახავს რა ჰელიკობაქტერიის მკურნალობასთან დაკავშირებით რა. ამიტომ ალბათ ჯობია რომ მაგრეცრეგებს ვასწავლოთ ხალხს ახლა რა საუბრით რომ ვილაპარაკებთ, ცოტა გავუმახვილოთ ყურადღება, აი რითი შეიძლება თავი დავიცვათ რაღაცა ნაგავი ინფორმაციისგან რა. მაგალითად აი ახლა ჩვენი საუბარი რომ დავამთავრო, იმიტომ ჩვენ რომ მოვდიოდით 700 ჯერ დავაზუსტე, მიუხედავად ჩვენი პირადი გაინაცნობებისა და შემდეგ, მაინც დავაზუსტე რომ შემთხვევით რაიმე კომპანიის ლოგო რაღაცეები მე ხო არ მერტყეოდათ ხო რა. იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა ჩემი rilsi ან რაღაცა პოდკასტი გავწოდე ჩემი გამოსახულებით, სადაც რაღაცა კომპანია მაფინანსებს, როცა ამაში მე ის არ მაქვს რა. თუმცა ამის პოდკასტს რო აფინანსებს, პრობლემა არ მაქვს. ეხლა რატომ მოვაყოლეს რომ ანუ ადამიანი რომ რაღაცას ფარმა მაფიაზე რო ლაპარაკობს, რა სერიოზულ პრობლემებზე რა, კორუფცია მედიცინის და ზოგადად ადამიანობის სერიოზული პრობლემაა. და ყველა ვიდეოები რო ვთავრდება პირადი თავისი პროდუქტების გაყიდვით, ყველაფერს რო რაღაც ისკვებით დანამატების შორის, არა ხო ელემენტარული common sense-ი გვინდა რომ ნახოთ რომ ადამიანი რო ყველა ლაპარაკს ამთავრებს, ვიღაცა ადამიანები და ერთზე არა საუბარი რა, ყველა ლაპარაკს რო ამთავრებდე ეხლა რომ აგერ იყიდეთ რაღაცა ჯაბა მიცინი და რაღაცა დალილეთ, ხო, ანუ კითხვა უნდა გაგიჩნდეს რომ კი ლაპარაკობს ლამაზად, კი არის ნდობას იმსახურებს რაღაცა ჰაბიტუსით, რაღაცით, მაგრამ სხვადასხვა თავის პროდუქტს რომ ასაღებს, რავი, გადავამოწმობა იცას ეგრევე არ დაუჯერო, ხო, მაგ თემებზე როცა ლაპარაკობს და
აი რავი, ცოტა რაღაცა საკითხი თუ არა ეგ ამბავი. რაღაც საკითხების გარშემო მათ შორის გასტროენტეროლოგიაში მაინც ცოტა დაბალია ინფორმირებულობა და ამიტომაც შეიძლება ეს რაღაც საზოგადოების ნაწილი მოწყვლადია მე ესეთ ინფორმაციების მიმართ რა და აი მოდით სადოთ და რაღაც ნაწილებში შევავსოთ, იმიტომ რომ შესწავლის პროცესში ყოფი მეცნიერებაა და მაგიტომ რა ბოლომდე შესწავლილი არ არის, ბოლოსგან ძალიან შორსაა და მაგიტომ. ხო, ალბათ მაგიტომაც და რჩება ბუნებრივი სივრცე მართლა, რომელსაც იგავებენ აფერისტები და ერთ-ერთი ყველაზე ისიც სფერო, სადაც რაღაცა პლაცებოს რეიტი ძალიან მაღალია რა კლინიკურ კვლევებს და იმებს რომ დავაგვირდეთ გასტროში, პლაცებოს პროცენტი ასე სხვა სფეროებში ნაკლები არის ხოლმე რა და ამიტომ იმიტომ რომ სანახევროდ ნეიროგასტროენტეროლოგია არის, ძალიან დიდი აქვს პაციენტის სუბიექტურ ჩივილებს მნიშვნელობა და სუბიექტურ ჩივილები, სერიოზული თემებია ეგენი და ბევრი ადამიანისთვის ძალიან ცხოვრებას სერიოზულად აუარესებს, მაგრამ ძალიან манипуლირებაცაც ხდის პაციენტს რა და მე სამწუხაროდ ბევრი ადამიანის ხორბლი შეიძლება აღმოჩნდეს რა და მე მაგეთ რაღაცებზეც კი ბატონო, და მაშინ მოდით კონკრეტულ რაღაცა ორ დიაგნოზზე, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბროთ და გავშალოთ, იმიტომ რომ შიგნითაც ისინი კიდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, ხო, ნაწილებად იყოფა. ეს არის პირველი რა განსხვავებით რომ დავიწყოთ, ეს რა არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, ანუ IBD და რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, თუ სწორად ვამბობ ხა ქართულად ხო ესე ვამბობთ, ხო? IBS და რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და აი რომ დავახასიათოთ ახლა კითხვაში რა არის ნაწლავის ანთებითი დაავადება რას გულისხმობს. ძალიან ისეთი რა, შეხე შენ ორ ძალიან ისეთ რა ქვაკუთხედს თემებს გასტროენტეროლოგიაში რა, სპეციფიურ გასტროენტეროლოგიაში. გასტროენტეროლოგია არის ზოგადი გასტროენტეროლოგიური თემები და არის ცოტა სპეციფიური თემები. ეს IBS და IBD არის ერთ-ერთი სპეციფიური თემა. და ერთ-ერთი ყველაზე ასევე გაუპატიურებული დიაგნოზები განსაკუთრებით IBS და მაგაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. IBS ანუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მგრძნობიარე ნაწლავი. ანუ ადრე სანამ ნეიროგასტროენტეროლოგია განვითარდებოდა რა სადაც ერთი 40 წლის წინ, სადაც 80-იანებში, 90-იანებში სოფლიოში ეგონათ რომ ასეთი პარადიგმა იყო, ასეთი ხედვა რომ პირიდან ანუსამდე რაღაც ერთი მილია, რომელიც რაღაცა წვენებს გამოიმუშავებს, რაღაცებს აძლევს მონელების რაღაცა ქარხნული პროცესი მიდის და რაღაცებს შეიცავს, რაღაცები რჩება და რაღაც ბიომექანიკის იქით ვერ უყურებდნენ რა ამ ორგანოთა სისტემას. მერე იქ ცოტა მიკრობიომი აღმოჩნდა, ცოტა brain gut კავშირები აღმოჩნდა, ცოტა რაღაცა ნერვულ სისტემაზე გაიგო მეტი, ცოტა ფსიქიატრია, ცოტა იქით და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, ნელ-ნელა ყალიბდება კიდევ ჩამოყალიბების პროცესია ნეიროგასტროენტეროლოგია ცალკე სფერო, რომელიც სულ სხვა შეცვალა რა პარადიგმა რა, ანუ კუჭნაწლავის სისტემა თურმე არ არის ასე უბრალოდ მილი, რომელიც რაღაცა საკვებს უნდა იწოვდეს და რაღაცებს უნდა იმუშავებდეს მარტო წვენებს და პირიდან ანუსამდე მარტო ეს ამხელა ჩახლართული სისტემა უბრალოდ იმისთვისაა რომ რაღაცა გაატაროს ლუკმა და იქიდან დარტოს. თურმე ეს არის ჰიპერუძნობიარე სტრუქტურა რა და მისი ნერვული სისტემით მომარაგება არის ძალიან ჩახლართული და ძალიან რთული და მისი ნერვული სისტემის პრობლემები შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი და შეიძლება იყოს პაციენტების უმეტესობის პრობლემების მთავარი მიზეზი. ანუ რო ვივარაუდოთ ასე რა, საერთოდ კვლევა რო არ ჩავატაროთ ადამიანმა რო დაუშვოს რა, დაუშვათ მუცელი ტკივა სიტყვაზე და ქრონიკულად მუცელი ტკივა თქვათ და ნაწლავის მოქმედება გაქვს შეცვლილი. უფრო დიდი ალბათობა რომ შენს პრობლემებს იწოვდეს ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემა, ვიდრე რაიმე ეს ბიომექანიკური პრობლემები, ანუ ორგანული პრობლემები. აი მანდ განსხვავდება ეს ორი. IBS არის ნაწლავების რეალური არსებული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის და twins-ი ცუდი ნათქვამია, ნაწლავის და ნერვული სისტემის დარღვეული ურთიერთობით. და IBD არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვა მექანიზმებით. გენეტიკური მექანიზმი, ადგილობრივი მიკრობიომის ცვლილებები, მათი მიქსით განვითარებული ნაწლავის იმუნოლოგიური და ასე ვთქვათ და იმუნოლოგიური მექანიზმებით დაპროვოცირებული ნაწლავის ანთება და კიდევ ბოლომდე ბევრი მიზეზი არ ვიცით IBD რატო შეიძლება იყოს გამოწვეული რა, მაგრამ ეს სავარაუდო მიზეზებია, რაც უყურებს მეცინა. ავტოიმუნური დაავადება, მარტივად რო ვთქვათ, ავტოიმუნური დაავადებაც არ არის ცალსახად აღებული, მაგრამ ავტოიმუნური არის მისი მექანიზმი რა ანთების და ძალიან ისეთი მზარდია IBD-ის რიცხვი და IBD-ის მთავარი განმასხვავება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა და ამ ანთებად ნაწლავს შორის არის ის რომ იქ ანთების იქ გვაქვს ფენოტიპი დაავადების განსხვავებულია რა, იქ ხედავთ ანთებას, არის წყლულები, ეროზიები, შევიწროება, სისხლდენები, სიმსივნის გამოწვევი დაავადებები, IBD პოტენციურად და IBS-ის დროს ასეთ რამე ვერ ხდება. IBS-ის დროს არის პაციენტის სუბიექტური ჩივილები, რომლებიც რეალურია, ეს არ ნიშნავს რომ პაციენტი იტყუება, მიზეზობს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ IBS რაღაცა განსხვავებული იქნება, კი და პროგნოზით განსხვავებულია.
ის IBD რახან ნაწლავის ბიომექანიკური დარღვევა და რახან იქ ცვლილებებია ხო წყლულია და დარღვევა ორგანიზმს და შევიწროება ორგანიზმს და რაღაც სისხლდენის პოტენციურად გამომწვევი მიზეზებია იქ შეიძლება გართულებები მოყოს რა საისოცხლოსაში გართულებები თუ არ მართავს ადამიანი და IBS შემთხვევაში მასეთ საისოცხლოსაში გართულებები ვერ იქნება გამორიცხულია ნოლია შანსი სტრესთან და ნეიროგასტროენტერული პრობლემებით გამომწვეული ჩივილები რამძაფრიც არ უნდა იყოს პაციენტის სრულ პარალიზებას რო იწოვდეს და სიტუაცია სახლიდანაც რო ვერც გადიოდეს რა მუცლის ტკივილის გამო საკმაოდ ძლიერის ხო მისგან საისოცხლოსაში პრობლემა ასე პირდაპირ რა ნაწლავი პერფორაცია მოხდეს რაღაცა სისხლდენა გამთარდეს კი ბო ნოლია შანსი ვერ მოხდება რა გამორიცხულია გამბო ესაა მთავარი განმასხვავებელი რა ამიტომაც მან დიაგნოზის დასმას ახლა გაუპატიურებულია თქო რატო ვთქვიცი ეს IBS-ი როგორი დიაგნოზია იცი აი კლინიკურ ჯაჯმენტს კლინიკურ განსჯას აქვს ძალიან დიდი ღირებულება რა ოღონდ ხშირად შეიძლება ექიმს ხელი წაუწდეს და რაღაცა ცოტა ზედმეტადაც დასვას ეს დიაგნოზი ყველაფერი გაუგება რამეს IBS-ი დაარქვას რა ახლა პაციენტი რომ მოდის რა დიაგნოზი რა მაქვს რო არის კითხვა რა პაციენტის ძალიან დიდი გამბედაობა უნდა იმის თქმას რომ არ ვიცი დიაგნოზი რა გაქვს რა ჭირდება კვლევები არ ვიცი თან სპოთვის ხარისხი როცა მაღალია პაციენტის ხო და როცა ექიმს დობამისი არ აქვს მოპოვებული ხო ამის თქმა შეიძლება ექიმს გაუჭირდეს და ოდნავ რომ რაღაცა თავიდან აირიდოს რაღაცა არასასურველი კომუნიკაცია უთხრა რომ აი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გაქვს და მე მინახავს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი ისეთ სიტუაციებში დასმა როცა საერთოდ აფერშუაში არ ხო მიწერილი იყო უბრალოდ რაღაცა ხურდაში მოყოლებულად და მასი არ არის რა მასი არ არის იმიტომ რომ გასტროფსიქიატრიაზე ვლაპარაკობთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანს რომ თავში ჩაუდო რაღაცა რომ დაავადება აქვს და მე წავიდეს, ეძებოს, იკითხოს, ეიფიქროს ამ მუცელი რატო ტკივა, არარსებული ჩივილები მე შეიძლება დაიპროვოციროს მასე რაღაცა დიეტები აკეთოს. მირჩევნია რომ ყოველ ჩემ ტაქტიკა მასეა და ყველა მასე უნდა მოიცეს რა პატიოსანი ექიმი რომ თუ რაღაცა ყველა ექიმთა ვიზიტი არნიშნავს რომ რაღაცა სახელი უნდა დაერქვას რა და ჩვენ თაღო რეფერალი სისტემა არ არსებობს. ანუ დიაგნოსტირების შანსი იქნებოდა 100% რო იყოს ძალიან პაციენტის ნაკადი ექიმთან რო იყოს გაკონტროლებული. და სიტუაცია რო არის IBD სპეციალისტი ხდებოდეს მასთან უკვე IBD პაციენტი რომ აქამდე მოამზადა რა პირველად ჯანდაცვა რაღაც. აქ ხომ ასე არ არის რაფერი ნაკადი არ არის გაკონტროლებული ყველანაირი ადამიანი მიდის ექიმთან ხო? ვიღაცას დიაგნოზი აქვს, ვიღაც უბრალოდ არ აქვს, ვიღაც ეპიზოდური ჩივილი ხონდა, ვიღაც რაღაცა, ანუ არ შეიძლება სიჩქარე რომ ეხა ექიმი რო გამოჩნდეს და ექიმის ეგო დაკმაყოფილდეს რომ აღარ რაღაცა შემოვიდა ჩემთან და რაღაც დაუსვი ხა არა ერთი შემთხვევა არის რომ ექიმთან მიდის იმის გამო რომ შფოთვა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება უფრო მეტი იყოს რა ადამიანთან ვიდრე რეალური ჯანმრთელობის პრობლემები. ოღონდ ეგ რთულად საკომუნიკაციოა საკმაოდ რა და მასე პაციენტის ის არ უნდა შელახო რა ანუ სულელი არ არის და არავის სიამოვნოს ხო ხა და ფულის ხარჯვა და დროის ხარჯვა და კვლევებისა და რაღაცა ხო მართლა აწუხებს არა ვიღაცა თუნდაც და მაგ რაღაცა ხშირ შემთხვევაში მე რო გაქეკავ შეიძლება იყოს რომ ვიღაცა მეზობლის დაბრეხვებული რომ მაგასაც მუცელი ებერებოდა წადიერ ჩენს გამოიგულე მე რკიბოდა იმართა მე რაღაცა ანუ შეშინებები ძალიან ტოქსიური გარემო წარმოშობს ჩივილებს კი მაგრამ მინდა რომ პაციენტებს გაურთხილდნენ რა ერთმანეთს იმიტომ რომ ასე არა რა თუ ერშველი ადამიანს ცოტა დაზაფრა არავითარ შემთხვევაში არ ვარგა რა შეშინება დაზაფრა აი რა დაავადებაზეც არ უნდა გქონდეს საქმე მით უმეტეს გასტროფსიქიატრიაზე თუ ვლაპარაკობთ მით უმეტეს მაგრამ მაგაზეც რომ ვსაუბრობთ აი მართლა სიცოცხლისთვის საშიშ რაღაცებზეც რომ ვლაპარაკობთ აი დაზაფრით ვინ რას იგებს ანუ ეგ პარადიგმა უნდა შეცვალონ ექიმებმაც რა რომ ეგ მოდიოდა ეგ შეიცვალა მედიცინაში რომ რაღაცა ექიმი ადრე როცა პატრონი იყო და პაციენტი ხმა ხდებოდა დენიგინის დროს მაშინ ასე იყო რომ აი მე ყველაფერს ვამბობ და всё ხმას არიღებ და აბა გაბედე ერთი და რამე ეჭქვეშ დააყენე რა ის და დღეს უკვე მედიცინა სხვანაირად უყურებს მით უმეტეს ამ ინფორმაციულ ერაში ექიმმა დაკარგა ქურუმის ფუნქცია რომელიც რაღაცა ისეთ ცოდნას ფლობს რომელიც საერთოდ გაუგებარი უნდა იყოს ყველასთვის რა და ეგ ფუნქცია რო დაკარგა და მეორე ისეაც რა მორალურადაც სწორია რომ დავი მოდის ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა ხო ახლა შენი ხო არ არის შენ უბრალოდ მასზე ჭკვიანი ხარ მაგ საკითხში ისიც ზოგადადაც შეიძლება არ იყოს ჭკვიანი მაგრამ მაგ თემაში ხარ რა ამაზე ჭკვიანი და ახსენი ცოტა უთხარი რა ჭირს როგორ თუ იცი რა და ჯობია რომ პასუხისმგებლობის დელეგირება გააკეთე რა მაგაზეც რომ შემოიყვან თავის დაავადების მართვას ჩარტი აქტიურად რა თქინდა ასე და ტომარასავით რაღაცა უსულო ის არსება რაში გჭირდება რომელსაც ყველაფერი შენ უნდა უკეთო ხო პირიქით რა თანამშრომლად იქციე და მასე უფრო მეტი
შანსია დაავადების მართვის ვიდრე ეს და ეს ასე ხო რა ასე ამან მოიტანა სწორედ ის რომ ეს შეშინება პაციენტის ზედმეტი რაღაცეების კეთება ეს მე სერიოზულ პრობლემებს იწვევს რა და ტყუილად არ გაგვცეულ ვართ რაღაც ნეიროგასტროენტეროლოგიაში ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ძალიან ბევრი ვიზიტი ყოფილა პაციენტი როცა მოდის ძალიან დიდი ნაწილი არის აი ექიმებმა რა უთხრეს როგორ ახსოვთ იცი რომ აი ყველა სიტყვა ახსოვთ შეიძლება ახლა მე კომუნიკაცია ხო შეუცდომელი ვინა ვართ და შეიძლება კომუნიკაციაში ყველას მაგრამ მე უცებ გამომისწორებია და უცებ მივხვდარ ვარ და სადმე რო არ მომწონებია მე თვითონ ჩემი კომუნიკაცია აი რაღაცნაირად მიცდია რომ და ხა რაც სასაგემიანდება უფრო კიდევ უფრო ნამცირდება ხა მაგის შანსები მაგრამ ძალიან ამახსოვრდება რა პაციენტს მithumetes რო გენდობა მოდის რაღაცა ნუ აი შენი ყველა გადაბრუნებული სხვა მე მახსოვს იმან რა ქვია რაღაცა სტუდენტობის დროს ექიმმა მითხრა რა დებილობა მითხრა იმას ხედველობის იმაზე პრობლემაზე და ეხლა სხვა გასტრო თემაზე ხო შეიძლება ძალიან ჩაეჭედოს ცუდად თავში და ვერავინ სულ რომ ნობელის პრემიის ლაურეატთან მივიდეს მაინც ის ახსოვდეს რა და აი IBS-ის დროს ზოგადად IBD-ის დროსაც და ნებისმიერ დროს რა აი პირველი რაც უნდა ქნას ექიმმა გაიდლაინები რო გავშალოთ და წავიკითხოთ არის პაციენტის დამშვიდება რჩივლები გაივლებს იქ არ წამლის მიყრა ეს ხო არ არის ბიომექანიკური პრობლემა იქ წამლი გრძნობელობაა პრობლემა და გრძნობელობა მცირდება დამშვიდებით და აი ეგ არის თავარი რა და მაგიტომაც როცა ექიმი ვერ ამშვიდებს პაციენტს ამშვიდებს მე ვიღაც აფერისტი მე მიყიდის აფერისტი რაღაცა წამლებს ან ბოდის პლაცებო ეფექტი. პლაცებო კი არ არის მართლა ეფექტია რა, ამიგდალა რო გაჩერდა, HPA-axis-ი გაჩერდა, დამშვიდდა, ნაკლები, რა ქვია, კორტიზოლი გამოიმუშავა, რაც უდრის ნაკლებ დისკომფორტს, ნაკლებ ტკივილებს, ნაკლებ პრობლემებს, ობიექტურ პრობლემებს, მართლა ფიზიოლოგიური ბაზისები აქვს, რა მანჩიოლის და უკეთ გზნობს თავს, ოღონდ ძალიან სახიფათო ადამიანთან რა, იმან შეიძლება საშინელება უქნას რა, რაღაც შეასაღოს თავისი რაღაცა გაუგებარი საშუალება რაღაცა რა ვიცი მკურნალობის მეთოდები ურჩიოს რა ვიცი ხო და არა ექიმმა უნდა დაკარგოს თავისი დამშვიდების ფუნქცია სიტყვის ძალით სადაც შეგიძლია სიამოვნება მიიღო რომ ვა თურმე აი რამხელა მნიშვნელობა ძალა ქონია შენ სიტყვას ხო შეგიძლია ნეიროგასტროენტეროლოგიაში რომ მართლა როცა ხედავ თვალით ტკივილი შედეგი როცა გაგრო მრავალწლიანი ტკივილი შეიძლება თუ მოახერხე დამშვიდება ადამიანის გაუქრო რა წამლამდე ვერ მიხვიდე საერთოდ ხო და რა ვიცი მაგაზე უარი არ უნდა თქვან რა ექიმებმა და ძალიან მოფრთხილება უნდა სიტყვას რა მართლა პრინციპი ეგ არის რა და დიფერენციოთ ცოტა ისეთ საკითხი არის ხო ძალიან რთულია ძალიან სუბიექტური რა მასეა ძალიან სუბიექტური რა მაგრამ თვითონ ახლა როცა უკვე IBD-ზე ვსაუბრობთ ხო იქ შიგნით შეგვიძლია გამოვყოთ აი ესეთი გავრცელებული მდგომარეობები როცა კრონის დაავადება მაგალითად ხო იქ დიაგნოზი ისმევა კვლევის შედეგებით რა კლინიკა და გამოკვლევა და მაქვს უკვე რაღაცა კონკრეტული ეს არის წყლულოვანი კოლიტი ტერმინები არ შემეშალოს რაღაც არის არა პრობლემა ეს კრონის დაავადება და ეს ორი დაავადებაც ესეთი ცოტა დაბალი ინფორმირებულობით სარგებლობს ჩვენთან და ძალიან ბევრი მითია ამაზეც გავრცელებული და აი მინდა რომ ახლა მოდი ამაზეც ვისაუბროთ ახლა ABS-ენ აი მაგალითად აი კრონის დაავადებით შეგვიძლია რომ დავიწყოთ რითი განსხვავდება მათი ისინი ყოველდღიური სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში პაციენტები რას გრძნობენ ამასთან დაკავშირებით და როგორ უნდა იმართებოდეს ესეთი პაციენტები. ეს არის დიამეტრალურად განსხვავებული, საერთოდ სხვა კონცეფცია ნაწლავის ანთებით დაავადება. ნაწლავის ანთებით დაავადებები არის ორგანული პათოლოგიები. ადამიანი მოდის მუცლის ტკივილით, რამე გასტროჩივილით, რა შეიძლება მსგავსი ტკივილებიც ქონდეს. აი მაგალითად მუცლის ტკივილი რა. მოდის ადამიანი, აკეთებ გამოკვლევებს, პასუხები ნორმალურია, სვამ ნეიროგასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოზს. აკეთებ გამოკვლევებს, მაგრამ ნახულობ დარღვევებს. აი მანდ უკვე ნეიროგასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოზს ვერ სვამ, მარტო რა. იქ მიდიხარ უკვე ორგანულ დაავადებებამდე რა. თუ ნახულობ რომ რაღაცა ნაწლავში წყლული აქვს, ანთების კერები აქვს, გააჩნია როგორ გამოიხატება დაავადების აქტივობა, მაშინ უკვე ნაწლავის ანთებაზე ფიქრობ. ძალიან უცნაური დაავადებებია რა, არ აქვს მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია. გულისხმობს წყლონკოლიტს და კრონის დაავადებას რა, ერთ ჯგუფში შედიან რა, ნაწლავის ანთებით დაავადებები დაუძახოთ. რთულია იმ მხრივ რომ რაიმე ერთი ტესტი ანუ ასე არ არის რაღაცა C ჰეპატიტი რა, ახლა C ჰეპატიტზე რომ მკითხო რომ ჯავა როგორ გავიგე, ბევრი ლაპარაკის გარშე გეტყვი პირველი რიგის ტესტს, თუ დადებით იქნება მეორე რიგის ტესტს. აქ მასე ვერ გეტყვი. აქ ფაზლივით არის დიაგნოზის დასმა. პაციენტის კლინიკური სურათი, ანუ რა აწუხებს, საიდან დაიწყო ჩივილების დინამიკა. მათ შორის ნაწლავური და ნაწლავ-გარე ჩივილები, სახსრების ტკივილი, კანის პრობლემები, თვალის პრობლემები, რაღაც ბევრი სხვა ჩივილი შეიძლება ქონდეს რა, ღვიძლის და სანაღვეგზების პრობლემები. ანუ კლინიკა გაინტერესებს და ეს კლინიკა როგორც წესი ბევრწლიანი შეიძლება იყოს რა და უნდა დალაპარაკება ჩაძიება. პლუს და კლინიკაში ვიგულისხმოთ ოჯახური ისტორია კიდევ რომელიც ასევე საინტერესოა რა, მაგრამ შეიძლება საინტერესო იყოს.
პლუს ლაბორატორიული კვლევები, სისხლის და განავლის კვლევები გინდა რომ შეამოწმო ნაწლავების ფუნქცია. ნაწლავების ფუნქცია მაგალითად შეწოვის პრობლემები ხო არ არის, ნიუტრიენტები გააკეთოს, სხვა ვიტამინები და ნახო ხო მან შეწოვა ხო არ არის დარღვეული ადამიანთან. ხო არ არის ანემია ერთ-ერთი რედ ფლეგი ასეთ დაავადებების დროს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ან შეწოვის პრობლემებს, ან სისხლდენას ფარულად თუ არაფარულად მიმდინარეს. შეამოწმო ანთების მარკერების სისხლში, გააკეთო C-რეაქტიული EC, გააკეთო განავლის ტესტები, სხვა ეტიოლოგიების გამოსარიცხად, მაგალითად ინფექციების, პარაზიტების, ანთების მარკერების შესამოწმებლადაც გააკეთო განავლის ტესტები. საკმაოდ ჩახლართულია რა კვლევები, რა ბევრი კვლევა, არ არის ცოტა კვლევა. და არ არის საკმარისი. ეგეც არ გაძლევს სწორ სურათს, სწორი არა და სპეციფიურ სურათს რა. პლუს უნდა დაამეტო მე როცა გეზრდება ეჭვი უკვე რომ მართლა ნაწლავის ანთებით დაავადება უნდა იყოს რა საქმეო. კოლონოსკოპია, გასტროსკოპია, ენდოსკოპიური კვლევები, უფრო მეტად კოლონოსკოპია, მაგრამ გასტროსკოპიაც თუმეტ ზედანაწილის ჭივილებიც აქვს პაციენტს. და პლუს ბიოფსიები, ქსოვილის გამოკვლევებიც. და პლუს ეგეც არ არის საკმარისი, როდესაც არაწყლო ონკოლოგია, არამედ კრონის დაავადებაზე ფიქრობს ადამიანი. კრონის დაავადებით რო შეიძლება ვიზუალურად დარღვევით დიდად არც იყოს და იყოს უფრო შრეებში, რა უფრო სიღრმეში გამოწვეული. რაც კიდევ რადიოლოგიური კვლევებით, მაგნიტურ რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით უნდა გამოვიდეს. და კიდევ ერთ დავამატებდი, რომ ეს კვლევები ასე ის არ არის, რა ფურცელზე საჭიროდ არ არის, ეს ექიმს მართლა ჭირდება. და მართლა რო ჭირდება, ყველა ადამიანს გამოცდილება შეიძლება არ კონდეს ყველა მკვლევარს ნაწლავის ანთებითი დაავადების მართვაში და დიაგნოსტიკაში რა. ამიტომ შეიძლება რაღაცა გამორჩეს, ან მორფოლოგს არ იყოს კვალიფიკაცია, ან საერთოდ არ იყოს გვირია ძალიან ხა. გვირია ხო და ძალიან რთული არის მე ამის თავიდან გაკეთება რა. ასე რომ ნაწლავის ანთებით დაავადებები ერთ-ერთი სფეროა, სადაც აი გუნდურ მუშაობას ძალიან შეუცვლელია და შეუფასებელია. ნუ იქ ეს არის დაავადებები, სადაც მოახერხებ, რომ გამოიკეტო იქ. ახლა ნეიროგასტროენტეროლოგიაზე მაგალითად მარტო ჩემი თავი, მარტო იქაც არ გვეყოფა შენი თავი, მაგრამ იქ კონსულტაციას აქვს დიდი როლი და მაინც შენ თავზე ხარ დამოკიდებული, ნუ კვლევის პასუხები ნორმალურია, კაფერი არ ხდება. და აქ ძალიან ბევრი სხვა წყვიანი ადამიანის აზრი გინდა რა. ამიტომ ყველა გასტრომ, ვინც მუშაობს ამ თემაზე, უმჯობესია რომ გუნდი შეკრას და საბედნიეროდ ვართ ამის ფორმირების პროცესში რა. მიხარია ძალიან რომ ეხლა ნაწლავის ანთებით დაავადებების კუთხე და ეხლა როცა ჩვენ ამას ვწერთ, ბევრი ცვლილებები მიმდინარეობს უკვე და ეს ცვლილებების დასაწყისია ჯერ. ბიოლოგიური აგენტებით მკურნალობის ერა იდეაში ახლა იწყება საქართველოში, ოღონდ ერა ხმამაღლაშხერს რა. რას გულისხმობ, იცი? ნაწლავის ანთებით დაავადებაზე იყო ძალიან ისე საბაზისო მკურნალობა. პრედნიზოლონი, მესალაზინები, იგივე ასპირინის ბიზაშვილი, ოღონდ ნაწლავებისთვის რა. და აზატიოპრინი, ასეთი იმუნომოდულატორი. ამით მკურნალობდნენ სადაც 90-იანების ბოლომდე, 60-იანების დასაწყისიდან რა. და მერე მოხდა რევოლუცია რა. მერე გამოიგონეს ინფლიქსიმაბი, ერთ-ერთი წამალი, ამ შექმნეს უფრო სწორედ. და ნახეს რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა ამ რაღაცა ისეთი იმუნოლოგიური ცვლილებები კარგი გაგებით მოახდინა ორგანიზმში, რომ ეს დაავადების აქტივობა დათრგუნა. თუმცა იქ რაღაცა TNF-ს ჩვენი იმუნური სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც გვჭირდება ინფექციებთან გამკლავებაში, თუმცა ამის დათრგუნა ნაწლავის ანთებასაც აკონტროლებს. და თურმე რა ეს იცოდნენ ისაც რომ ავტოიმუნური იყო ეს დაავადება და ავტოიმუნური მექანიზმი ჰქონდა და დაიწყეს იქ შეიქმნა ინფლიქსიმაბი, შეიქმნა მერე მისი ბიზაშვილი ატალიმუმაბი, შეიქმნა მერე ანტიინტეგრინები, მერე ანტიინტერლეიკინები და ეს ერთი 5 კლასის იმუნურ სისტემაზე მოქმედი წამალია ნაწლავის ანთებითი დაავადების სამართავად არსებობს, რომელსაც ექიმი იყენებს. დღეს ნაწლავის ანთებით დაავადების დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე ისეთ კარგი დრო არის ამის დიაგნოსტირებისთვის, ვიდრე სიტუაცია ხა 75 წელს რო გისვამდნენ კრონის დაავადების დიაგნოზს, ნუ იქ ქირურგიული იყო რა იდეაში ეგ დაავადება რა. იმიტომ რომ ნუ შეიძლება სპანაერი შემზადება ქონდა ექიმს რომ რავი პრენზოლინი თუ არ მოქმედებს რაღაცა მოგვიწევს არაერთხელ ოპერაცია რა. და დღეს რო იყოს ახალი წამლები თვითონ ქირურგებთან აი როგორ სწრაფად გამვითარდა იცი პროგრესი რომ მე მილაპარაკე ამ სფეროში აქტიურად ჩართულ ქირურგებთან, ჩვენ კოლეგებთან, მათ შორის ქართველებთან, რომელიც უცხოეთში არიან, ძალიან აი მათ ჩვენს თვალწინ გაიარო, როგორ ვაკეთებდით, გვიწევდა უფრო მეტი ოპერაცია სიტყვაზე ამ კრონის დაავადების გამო გაკეთებული და როგორ ხედავთ, რომ გზადაგზა მცირდება, ხრება ეს პაციენტები და ეს кейსები, ამდენი აღარ არის უკვე და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ძალიან წამლების ეფექტური რაც უფრო გამოიგონეს, ოპერაციების და რთული ჩარევების ალბათობა მცირდება. მათ შორის დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაც. კი. და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაც, მაგრამ იქ უფრო მკურნალობებზე მოდის ლომის წილი რა. იმიტომ რომ ხო რა დიაგნოსტიკაცი ხოწება რა თქმა უნდა მასე არ არის, მაგრამ მკურნალობებში ძალიან სერიოზული ამბები ხდება. და საქართველოს ახლა ცოტა ბოლო 2000-იანების დასაწყისიდან რა. ნელ-ნელა მოყვა ამას პროგრესი. საქართველოს არის 2000-იანებამდე. ანუ ამას არ ვამბობ ძალიან დიდი გულისკენითაც არ ვამბობ რა, ამას უყურებ როგორც ჩვენს გამოწვევასაც, მაგიდო ესაა ჩვენი სფეროა და უნდა იმას.
ჯამში მყავს ყველაზე მეტი პაციენტი ჩვენს დათაბეისშია ბიოლოგიური აგენტებით რა, ნამკურნალები. და საუბარია რამდენიმე ათეულ პაციენტზე რა, 30, 40 მაქსიმუმ. ამდენი არ არის რა საქართველოში არც ერთი სხვა კლინიკის დათაბეისში. და ეს არის იმდენად ცოტა რიცხვი, ეს არის საერთო პოპულაციის ალბათ, რა ვიცი, 1%-იც არ იქნება, ვისაც რეალურად ჭირდება ეგწამლები და ვერ მკურნალობენ, იმიტომ რომ ვერ მკურნალობენ, არ არის ხელმისაწვდომი. არ არის ხელმისაწვდომი, მარტო არ არის მან პრობლემა. ექიმებს არ არის ცოდნა ამ დაავადებისა. იქ ბევრი შიშები ამ წამთ და ბევრი სხვა პრობლემაც არის, მაგრამ თან ძვირია რა ეს მკურნალობა. ჯერ კვლევები ხო რამდენი ჩამოვთვალეთ, ახლა მასე არ არის, კვლევები წყობრად უნდა დაგეგმო, ასე ქაოტურად დაგეგმილი კიდევ უფრო აძვირებ რა ხარჯებს. და წყობრადაც რო დაგეგმო, ბევრ თანხაზე ადის რა და ამიტომაც შეთანხმდა სოფლიო რა ამას ახლა ჯიბის ფულით დასაფინანსებელი ეს დაავადება არ არის. კერძო სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა რაღაცა დონის პატრონაჟი უნდა აიღოს ამას. როცა ხობები შეუძლია ხა დღეს რომ ახლა ფული მარტო ემერაიც გადადებული მაგას ვამბობ რა გადადებული ფული იმისთვის ინფლიქსიმაბისთვის და უსტეკინომაბისთვის არავის არ აღვაქვს რა ადამიანებს რა გინ საშუალო კლასს მიეკუთვნებოდეს გინ დაბალ კლასს რა და ეგ მასია არც ქართულ ადამიანს არც გერმანელ ადამიანს რა მასეთ ფული დაგროვილი არ აღვაქვს ხო და პაციენტები ძალიან აქტიურობენ ამ კუთხით რა. ძალიან მინდოდა მართლა ვოცნებოდი მაგ დროზე რომ პაციენტები გაერთიანებულიყვნენ ერთმანეთი ეპოვაც და რაღაცები ექნათ და მიხარია რომ ეხა ეს დრო არის რა ნაწლავის ანთებით დაავადებების სფეროში. შექმნეს პაციენტთა ასოციაცია, მე შექმნი ექიმების ასოციაცია, საქართველოს კრონის და კოლიtis ორგანიზაცია და ეხა ვართ აი IT შემუშავების რაღაცა და წევრების და მაგ პროცესში ვართ რა. და პაციენტებმა შექმნეს. შექმნეს თუ არა იქ სამინისტროსთან მოლაპარაკებები, რაღაცები, მუშა პროცესი დაიწყო რა უკვე პროტოკოლებზე მუშაობა, ექიმთან იქ შეხვედრების ორგანიზება, რაღაცა როგორც უნდა წავიდეს პროცესი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროცესი ძალიან ბევრი ჩვენ სიბერეზეა საუბარი ხა ბევრი წლის მერე ამას არ აქვს endpoint ანუ აქ მოთხოვნა არის მე რატო არ მადლიერი იცი პაციენტებს რომ ყველა მათგან შეეძლო თავისთვის მარტო ეშველა რა რაღაცა ხო იცი როგორც ხდება ხოლმე თუნდაც აქტიურობას რო დაიწყებ ოფერი შეიძლება კონდეს რაღაცა ზემდგომი სტრუქტურებისგან რა მათი რა რაღაცა მიტინგი და პროტესტი რაღაცა რა საჯარო აქტივობა შემოიტანეს ფორმას დაგიფინანსებ რაღაცას რა გინდა წამალი და დაგიფინანსებ შენ და შენ რა გინდა რაღაცა სამყარო შენ ვერ შეცვლი მაგრამ ამ პაციენტებს მაინდსეტი ისეთი აქვს რა თვითონ ლიდერშიპში ვინც არიან ძალიან აი ახლოვანებული ვარ მათი მოქმედებით იმიტომ რომ ასე არ უყურებენ რა მე მქონდეს წამალი თან ძიმე პაციენტები არიან რა ისე არ ვიყო რომ მოგვარებ რემისიაში არიან და თვითონ რა მინდა ერთი მკურნალობა ჩავარდა რაღაცა მეორე ძიმე სიმპტომური პაციენტები რა და მაინც რომ იმის რესურსი აქვს რომ თან სოციალური მასე იფიქრონ რა რაღაცეები ამ მენეჯმენტო რა პაციენტებს შეკრიბონ რაღაცა იმას ეგ ძალიან მაგარი ამბავია ეგ არის ეგ მაძლევს იმედს რომ ეგ საქმე უეჭველი გამოსულია რა ამიტომ ეგ საქმე რა არის ახლა საქმე არის წამლებზე ხელმისაწვდომობა ანუ ის ახალი წამლები საქართველოში რა არა ხო მაგას რა საზოგადოებრივი საქმე და როგორი ისა იცი გვაქვს ასეთ შექმნილი მულტიდისციპლინარული სხდომა სადაც ვიკრიბებით მათ შორის ჩვენი ძალიან დაფასებული კოლეგები საზღვარგარეთ და ვარჩევთ პაციენტის кейსებს რა როგორც უნდა გაირჩეს წესით ნაწლავის ანთები და მულტიდისციპლინარული საქმეა როგორც სიმსივნიან პაციენტს ტუმორ ბორტი ჭირდება რომ გაწყვეტილება მიიღო ისე ჭირდება ამასაც რა და აი იმ დღეს ახლა ბოლო გარჩევა რო ქონდა აი ძალიან რაზე სხვანაირად შევხედე 5 кейსი გავარჩიეთ საიდანაც ორი აპირებს სამედიცინო მიგრაციას რა ანუ კატასტროფაზე ვაბა იმ ორიდან ერთი 17 წლის ადამიანი და მეორე ასევე ახალგაზრდა რა 10 წლის რა ანუ ეს რო დავთვალოთ ახლა ამის და ახლა მე რო სახელმწიფო ვიყო ახლა მაგაზე უბრალოდ ექიმის ხელი არ მიმწვდება ასე ექიმს ხო მარტო ახლა ჩემ პაციენტს ქვეყანაში რა ხდება და უცხოეთში ვინაა წასული სად ვიპოვო ეგ ხალხი თორე ეგ რო დავთვალოთ აი მაგარი საინტერესოა სამედიცინო მიგრაციაში ჯერ სამედიცინო მიგრაციაში დემოგრაფია რა არის რა რატო არის ხალხი წასული იქ ღვიძლის გადანერგვა თუ ნაწლავის ანთები დაავადება თუ რა არის რაღაც მიზეზები რა რატო რა სამედიცინო მიზეზებით ვარდებიან ადამიანები განვითარებულ დასავლურ ქვეყნებს რა აზი გავსვათ განვითარებულ დასავლურ ქვეყნებს. ანუ რუსეთში სამედიცინო მიგრაციით არავინ არაა წასული და იმაში რა ქვია რაღაც ტაჯიკეთში ხო რა. ბაც რატო წავყარდა. ჩვენი ახალი მეგობარი რაღაც ბადუ თუ ბადუ. რა არ ვიცი ახალი მეგობარი თუ ყავდა არც მეგონა ვინმე, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში მიდიან რა. გერმანია, საფრანგეთი ძირითადად ამ ორ ქვეყანაზე მოდის ძალიან დიდი ისა რა საფრანგეთი, ნუ ძალიან განსაკუთრებით რა. სადაც სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, რომელიც ფურცალზე ჩვენც ვართ სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო უნდა ვიყოთ, მაგრამ ვართ სოციალური დარვინიზმის ავანსცენა რა. აქ არანაირი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოობა საუბარი არ არის, როცა ანუ ადამი ჩაულებრივად გიწევს ლაპარაკი, რომ ანუ ერთ-ერთი ოპციად განიხილება, რომ აბა ეს წამალი, აბა თუ ვინმე დამფინანსებს რაღაცა თუ არა ემიგრაცია, ანუ ემიგრაცია რო ერთ-ერთი ოპციად განიხილება, როგორც ჩვენი ყოველდღიურობა ეგ რა ექიმების.
ანუ აი მაგარგო თან საუბარი არის კიდევ ერთხელ ყველა ჩვენი თანამოქალაქე და ყველა ცოცხალი ადამიანის სიცოცხლეს არის ღირებულება ცალსახად მაგრამ 17 წლის და 18 წლის ადამიანის ემიგრაციას ეხუმრები, ანუ ეს ნიშნავს მთელი ოჯახით ემიგრაციას. თავისთავად. ოჯახით, რომლებიც აქ იყვნენ და საერთოდ არ უნდათ რა წასვლა და მედიცინის სერიოზული სოციალური იმის მიზანია რა. მარტო ერთ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, გასტროენტეროლოგიაზე, გასტროენტეროლოგიიდან ერთ დიაგნოზის, ერთ კონკრეტულ საკითხს ვსაუბრობთ და აქ რო ესეთი ეხა ეს რო კიდე გადავამრავლოთ, ხო, აი რამდენი ონკოლოგია და ამათე ამაც სხვა რაღაცები რა. ხო, ისინი ლაისერი დაავადებები ხო, ხალხი, ხო, ძირითადად ეხა მაგაზას მიმართავს. ჩვეულებრივ ერთ-ერთ ოფიციალზე განიხილავენ ემიგრაციას რა. ხო, ჩემ გარშემოც ეხა როცა ყოფილი შემთხვევები, ხო, ეს მაგიდაზე რო იწყება დადება ვარიანტების. ეს ამდენი ღირს, ეს ამდენი, ეს ემიგრაცია, აბა იქ ჩაუბარდებით, ანუ რა, მაგარი ძიმე რაღაცაა იქ რა და ჩვენი მსმენელი ამ ვიდეოს აღწერაში ნახავს იმ ეპიზოდსაც, სადაც ჩვენ ყავდა ეს პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც თავის თავზე ლაპარაკობს იმ გზაზე, რომელიც გაიარა და რომელსაც გადის ამ დაავადების თავის სიმპტომები, თავისი მკურნალობით და ასე შემდეგ და შეგიძლიათ ამას მოусმინოთ და ალბათ ამაზე კარგად ეხა ვერც ერთი პოდკასტი და ვერც ერთი სამედიცინო შინაარსის ვერც გადაცემა და ვერც YouTube პოდკასტი ვერ აღწერს იმისთვის რომ ნათელი გახდეს რაზე არის ლაპარაკი. ამიტომ აი ძალიან დიდ რეკომენდაციას გაძლევთ რომ ამ ეპიზოდს მოусმინოთ და ამიტომაც არის ეხა ჯაბარას სამბობდა რომ იმედიანად ვუყურებ მე მიხვდები თქვენ თუნდაც რატო უყურებს იმედიანად ეხა როგორი აქტიური ადამიანები არიან იმიტომ რომ ალბათ ერთხელ ადამიანი არ ვიცი შეიძლება ჩემთვის გაუგებარი იყოს და სხვა ადამიანის ვისაც ეს გზა არ გაუვლია და ვინც ერთხელ უკვე გაიარა და იცის რომ სხვას როგორ შეუძლია თავისი გზით ეხა გაუმარტივოს ცხოვრება და რა აცილოს თავიდან ხო გააკეთებდა ალბათ პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ადამიანი მაგას ანუ მანდ ცნობადობით აი მაგიტომ ხა პირველი უნდა გაიგო რა რაც ეს არ არის რაღაცა სახელების დონეზე აი წყლონ კოლიტი რო ახსენ ხო კოლიტი ალბათ არათუ განათლების დაბალი განათლების მქონე ადამიანს არა შეიძლება საკმაოდ განათლებულ ადამიანსაც კი კოლიტი პირველი ასწირდება ყაბზობასთან შეკრულობასთან ხო ანუ კოლიტს რომ ხა მე ვიცი кейსი 16 წლის ჩვენი პაციენტის რომელიც აი რო ამბობდა რომ ხშირად უნდა ანუ ერთ-ერთი სიმპტომი ხა დაავადების არის დიარეა დაუყოვნებელი სწრაფვა საფერფარეშოში რა დაუყოვნებელი სწრაფვა ანუ ასე საუბარიც კარგად რო გავიაზროთ რა რაზე ლაპარაკობ რომ აი ასე საუბარი შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა რა იმიტომ რომ შეიძლება ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით არ გქონდეს ნაჭამი არაფერი დალეული მithonец არაფერი ეხა მომიწიოს შეწყვეტა რომ გავიდე საფერფარეშოში და დაუბრუნდე ისევ რა და წარმოიდგინე ეს რამხელა დამანგრეველ გავლენას ახდენს შენ ცხოვრებაზე როცა ას საერთოდ არაფერი არ იცი რა როდის მოგინდება ტუალეტში გასვლა ტუალეტში გასვლას მოყვება თუ არა სისხლიანი დეფეკაცია ღამე გაგაგუძებს თუ არა ჩივილები ტკივილი გექნება თუ არა თუ არ გექნება გრძელდება და გრძელდება და ეს რო გრძელდება წლები და რომელსაც არ მთავრდება რა ეს პროცესი იმიტომ რომ აგუნალობა არა გაქვს ან დიაგნოზი ვერ გისვამენ ან რაღაცა ემატება ამას შიშების ზემოთ როცა გასტროჩიულებია პირველი იწყებს საკვების შეზღუდვას ეს საკვების შეზღუდვა უფრო უარესებს მდგომარეობას და მოკლედ რა მთელი ჩახლართული წრე და ეს 16 წლის ბავშვის ისტორია მახსოვს თვითონ აი ასოციაციას ედო მე მგონი იმაზე რა ქვია თავის გვერდზე რომ ამ კოლიტს რომ ამბობდით თვითონ აი ხალხიც იმს ემიყურებდა სხვა კოლიტი გაქვს ანუ ვის არა აქვს რა გინდა რა გაწუწუნებს სკოლის გაცენა გინდა ალბათ და რაღაცეებს მიზეზობ რა ანუ საიდან ანუ ცნობადობის გაზდა ის კი არა რაც სადღეგრძელო რა მართლა რეალური შედეგი ექნება სოფელში რო ეტყვის ბავშვის აღოს რომ მასწავლებელს რომ წყლოვანი კოლიტი მაქვს რა ეს ის არ არის რა რაც გაიგია ხო ბებიასგან რაც ხსმენია ეგ სახელი აღარ იხმარება 50 წელია შეკრულობას გვია შეკრულობა რა არ უნდა გართულება ეს ყველანაირი დაავადებაა რა პოტენციურად საკმაოდ საშიში სიცოცხლისთვის და სხვანაირი დაავადებაა და ხო აქ სხვანაირად უნდა შეხედო რა ამ პაციენტს რა და არ მიზეზობს და ეხლა იმის ვალიდაცია არ უნდა ჭირდებოდეს რა პაციენტს რა ხა მართლა ცუდად არის რა აი ძალიან ისეთი პრობლემებია რა მან ძალიან გამიხარდა რომ აი დააციტირებ რა იმ პაციენტის სტორის იმიტომ რომ აი რავი მე პირადად ძალიან დიდ мотивაციას და ზურგს მაძლევს რომ ამ community-ს რომ რაღაცა პატარა საქმე მაინც შემიძლია გაუგეთო თუნდაც საჯაროობაში რა არა სამედიცინო საქმეებს რომ თავი დავანებოთ ეგ ძალიან დიდი იმიტომ რომ ხედავ რომ რეალურად მძიმე პირობებში მყოფი ახალგაზრდა ადამიანები რომ იბრძვიან მაგრამ შენც ბრძოლის იმაზე მოდიხარ რა და აზარტი უფრო გემატება რაღაცების გაკეთება უფრო გინდება და ეგ ეს პროცესი ეს
ეს ბრძოლა წმინდა ბრძოლაა იდეაში რა ეს აუცილებლად მოიტან შედეგს შანსი არ არის რომ პაციენტი და ექიმი ხარდახარ რო არიან ეგ უკვე საქმის 100%-ია რა თითქოს რა ასევე ხა შენ სიმპტომებზე როცა საუბრობდი და შემდეგ ხო აი მანამდე რომ საუბრობდით ესე იგი ეს არ არის რომ მხოლოდ ნაწლავის დაავადებაა ხო და იქ კიდე რაღაცა იწეგნათ ჩამოთვალე რაღაცები ნაწლავგარე პრობლემები ხო აი მაგაზეც ხა ორი სიტყვა რო გითხრა ახლა იქ რატო ხდება ეგეთი რაღაცა და რაზე ვსაუბრობთ ანუ რა სიმპტომებზე ამ დაავადებების განვითარებას ბაზისად ხო რა შეიძლება იდოს გენეტიკური სხვა გენის მუტაციები სხვა გენის დარღვევა რომელსაც ხა პრაქტიკულ მედიცინაში დიდი ღირებულება ამას არ აქვს იმ კუთხით რომ ხა იმ გენური თერაპია ამ დაავადების სამგონაო საშუალება არ არის უბრალოდ სხვა გენის დარღვევები იწვევს იმას რომ მარტო ნაწლავში არ ასე ვთქვათ ლოკალიზდება რა პროცესი არამედ სხვა სფეროებშიც რა მაგალითად უვეიტი შეიძლება გამოიწვიოს თვალის სხვა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სანაღვლე გზების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და ყველაზე ხშირია ხა ეს დავიწყეთ ცოტა ნაკლებად ხშირებისგან რა ყველაზე ხშირი ართრიტები და სახსრის პრობლემები რა რომელიც შეიძლება პაციენტებთან საერთოდ იმით დომინირებდეს ნაწლავების ანთება და მასთან იყოს ძალიან პირდაპირ ასოცირებული და ნაწლავგარეთ გართულებები უხშირესი მათგანი არა ყველა კორელაციაში არის ხოლმე ნაწლავის ანთებობას როცა რეციდივია ბევრი სფეროთია რეციდივიდან როცა ცხრება მე სხვა იმით ცხრება ხოლმე რაც იწვევს კიდევ პაციენტის დავანტებით პრობლემებს ხა ახალგაზრდა ადამიანს სახსრების პრობლემები ტკივილი გადაადგილება უჭირს იწვევს იმობილიზაციას და რაღაცა ამოვარდნას სოციალური ქსოვილიდან რა და ალბათ ჩანსებსაც კიდე რომ არასწორი დიაგნოზი არის სპეციალისტთან მიმართვა და იმ სპეციალისტსაც უნდა ქონდეს აი როგორი ჯგუფური საქმეა რა ეს რა იმ სპეციალისტი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ძალიან ხშირ შემთხვევაში აი ნაწლავის მაგალითად ანთებითი დაავადებების მკურნალობა და ამ რევმატიული დაავადებების მკურნალობა ერთნაირი შეიძლება იყოს. ამიტომ რევმატოლოგმა და გასტროენტეროლოგმა მჭიდრო და ძალიან სინქრონული მუშაობის შედეგად შეიძლება ერთი წამალი აღმოაჩინონ ისეთი, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ამაზე ხაზი ისე არ წარმოიდგინოთ, 60-ში ცხოვრობ და წამლის არჩევა ამარტო პრობლემა რა. ისეთი ამორჩევს, რომელიც თულად ხელმისაწვდომი არის და იმ ერთი წამლით იმართოს პაციენტის ორივე ფრონტზე რაღაცა ცეცხლის ხაზი გაჩერდეს მაგითი რა. ძალიან საინტერესო საქმე თვითონ სამედიცინო კუთხით ეს არის, ამიტომ რომ ახან რთულია და კომპლექსურია, მაგიტომ არის ექიმისთვისაც რა წესით რა, ვინც გასტროენტეროლოგია თუ გაინტერესებს, IBD უნდა გაინტერესებდეს, ან გასტროფსიქიატრია უნდა გაინტერესებს. ამ ხრივ რაღაცა ზოგადი გასტროენტეროლოგიაც საინტერესოა, რა თქმა უნდა, და იქ ადამიანებს ეხმარები, მაგრამ სამედიცინო კუთხით მოკლედ ეს ორია რა, უფრო მეტად საინტერესო რა. განვითარებულ ქვეყნებში არის ფუფუნება იმის ბარემ ვიტყვი ორ სიტყვას, რომ სადაც ახლა მოცულობა დიდია პაციენტების რა, ბუნებრივად მოხდა ასე, რომ ძალიან დავიწროვდა ექიმის ცოდნა. IBD ტრენინგი გაიარა ექიმმა, გასტროკოლონოსკოპიებს თვითონ აკეთებს, ბიოპსიებს თვითონ იღებს. და ცალ მე რომ ინგლისში ვიყავი, ამ კუთხით IBD ცენტრში ორჯერ 3 თვიანი შუალედ საერთოდ იქ ვნახე რა, პირველად როგორ იმართება, თუნდაც მან მომეწონა რა პირველად. იქ თან ვნახე კოლონოსკოპიას აკეთებს, მეთქი რა სტატუსებს აქ ჩასული ვარ, რომ ეს უნდა აკეთებდეს ამას, შენი შემოსაზღვრული გაქვს, მე ვერ გახვალ ვერასდროს. იქ თან იმათი რატო აკეთებს კოლონოსკოპიას და მე კონსულტაციას უტარებს პაციენტს, ეს პროფესორი რაღაც შვება, ის ვინ არის რა, ვერ გავიგე და საქმე არის, ამ საქმეს ემსახურება ყველა შესაძლოა. პროფესორმა მითხრა თვითონ რომ რავი, ეგთანიაო რა, პაციენტთან კონტაქტი აქვსო, ემპათია აქვსო ბუნებრივადო. ჩვენო ექიმებიო ცოტა ემპათია მე გზაში ასაკთან ერთად ცოტა გვიჭლუნდებაო და ვნახეთო რომ რა, კონსულტაციას კარგად ატარებსო რა, არ ეზარება უხსნის წამალი როგორ გაიგებს რაღაცები, როგორ დეტალებშიცო ჩვენო ვერ ჩავდივართო და რატომაც არაო რა, მივედი საშუალება ჩვენი მეთოლღურების ქვეშაშო მივედი საშუალება რომ დაადგეს და განვითარდესო რა. აქ ხა მასეთ სპეციალისტები საქართველოში ვერ იცხოვრებენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ვერ შეჭამენ პურს და მოგდებიან შიმშილით, იმიტომ რომ აქ არავის არ ჭირდება ანუ საქართველოში IBD სპეციალისტები, მსგავსი უცრო სპეციალისტები არც სხვა სფეროში არ ჭირდება არავის. ოღონდ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რაღაც დაცინვით კი არ ვამბობ, ანუ იმიტომ პატარა ქვეყანაა 3.5 მილიონიანი ქვეყანა. 100 მილიონიან ქვეყანაში რომ უცრო სპეციალისტ საქმე ექნება, ის 3 მილიონიან ქვეყანაში რანაირად ექნება, ხო მარტო ეს დაავადება ხა რამდენად ხშირი უნდა იყოს, ხა ნაწლავის ანთებით დაავადება, რომ ერთი ადამიანი გამოვარჩიოთ და თან აქ პაციენტი ხო შენთან შენი იმითი მოდი შენი ნებით ხო აქ არა რეფერალი სისტემა რო ვთქვათ რომ ზურა არის დღეიდან რაღაც ამის ექსპერტი და მოდი ყველამ გავუშვათ პაციენტის ზურასთან აქ ვერ იყო ხო ამას ვისთან უნდა იმასთან გავა არა ნაკაც არავინ არ აკონტროლებს და იყავი ექსპერტი და ასიზამ ხო თვეში ორი პაციენტი ხო არ გეყოლება საქმე ხო გჭირდება არა მეტი ამიტომაც აქ ბუნებრივად პაციენტები როცა ითხოვენ ხოლმე ამას რომ აცა
ძალიან ბუნებრივად წუხან ამაზე რა IBD ცენტრი არ აქვს, IBD ექსპერტები არ გვყავს. მე მაგას დიდი ოპტიმიზმით ვეუბნები, რომ არც გვჭირდება ეგ რა, გვჭირდება აზარტული ჭკვიანი ხალხი რა, რომელიც ექსპერტების დახმარება საზღვარგარეთიდან და აქ ადგილზე აზარტული ჭკვიანი პატიოსანი ხალხი, რომელიც მათ პრობლემებში არ შეეშინდება შესulis და რაღაცეებს და მენეჯერული სკილებით ეკნება რაღაცეებს კონტაქტების გაბმის, რაღაცეების დაორგანიზების და ასე შემდეგ რა. ისა პატარა ქვეყანაში ექსპერტებს საქმე რეალურად არ აქვს რა, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაში ცოტა საქმით რენტაბელური ვერ იქნება, ხო, ეხლა უსაქმურად თუ არ იჯდება ის ექსპერტს უნდა კონდეს, სულ მოძრაობაში უნდა იყოს და ეხლა თუ დასვი ასე ერთ ადგილას, ანუ ასე არ გამოგიო, გააფუჭა. და კიდე ერთიც რომ რაღაცა უხილავი გავლენებიც აქვს ხო ახლა ამ დაავადებას რომ ცხოვრების ეს რადიკალური შეცვლა, ქრონიკული დაღლილობა, იქ რაც ფერტილობის საკითხებთან დაკავშირებით კარგი დაგეგმარება ჭირდება, კოოპერაცია ექიმებთან რაღაცა და ნუ აი ესენიც კიდე ცალკე ფაქტორები არის რომელიც ძალიან სერიოზული ამბავი ახსენე ხა ორსულობა და IBD კიდევ ცალკე სფეროა მთლიანად. რა მე ყველა ჩემ პაციენტს ხა თან ახალგაზრდა პაციენტებში რა ხან არის ეს გავრცელებული ფერტილობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ორსულობა რა თქმა უნდა შესაძლებელია, წამლების რა თქმა უნდა უმეტესობა ორსულობის დროს შესაძლებელია და აქტიური დაავადება ორსულობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედის და ნაყოფის ჯანმრთელობასაც, მაგრამ დაავადება რემისიაში შესაძლებელს ხდის ჩვეულებრივად მშობიარობას, ბავშვიც ჯანმრთელი იქნება, დედასაც გართულებები არ ექნება და ამ შემდეგ. ამიტომ ოჯახის დაგეგმვა მან მნიშვნელოვანი ხდება რა, სპონტანური და უგეგმავი დაფეხმძიმებები შეიძლება არ იყოს სასურველი ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს, იმიტომ რომ ეს არნიშნავს აპრიორი პრობლემა იქნება, მაგრამ ჯობია მაინც რომ ექიმმა და პაციენტმა წინასწარ იცოდეს, რომ საიდან იწყებს, რომ რამე გამწვავდეს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და ეს გამწვავება იყოს რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძაფრი, სამწუხაროდ, აი მე უკვე იქ მოქმედების იქ რაღაცეების რკვევას და მეორე ტრიმესტრში როცა იწყებს დაავადება აქტიურობა და მან უნდა გაიცნო პაციენტი, ეგ არის ჯოჯოხეთური სცენარი რა ექიმისთვის. ამიტომ ჯობია რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყოთ და ახსოვდეს პაციენტს, რომ კლინიკური გაუმჯობესება არ არის რა აქ სამიზნე რა ზურა. ამუღურე IBS-ზე და IBD-ზე რო ვლაპარაკობთ. IBS-ის დროს ერთადერთი სამიზნე გაქვს, რომ პაციენტი იყოს კარგად, სუბიექტურად რა, მორჩა. მეტი არაფერი სამიზნე. და ეგ მაგრაცulis რა მიდგომას. ხა მარტო კარგად ვარ, ეს რო არის სამიზნე და IBD-ის დროს კარგად იყო არა მარტო სამიზნე რა, კარგად იყო სერიოზული სამიზნეა, მაგრამ თან ენდოსკოპიურად არ იყოს ანთება, მორფოლოგიურად არ იყოს ანთება, ბიოქიმიურად არ იყოს ანთება, ნივთიერების შეწოვის ფუნქცია აღდგეს, რადიოლოგიურად ანთება არ ფიქსირდებოდეს და სხვა ობიექტური მარკერებიც უნდა იყოს გაუმჯობესებული, რომ შენ გრძელვადიანად სუბიექტურად ადამიანმა კარგად იცნოს რა თავი. და მან უკვე ცოტა რთულია მკურნალობა რა, ეგ პაციენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისი მკურნალობა არ დამთავრდება მისი პირველი მუცლისკივილის გავლით რა. მისი მკურნალობა გაგრძელდება სულ. და ამიტომაც სახიფათო სცენარია, რომ ეს რო შეეშალოს პაციენტს ან ექიმმა არ აუხსნას, დაჯდეს სახში, არ მივიდეს ექიმთან და მერე ბრახტა დაიგეგმოს ორსულობა, სიტყვაზე დაუგემოვნოთ მოხდეს მშობიარობა და რაღაც ბოლო ტრიმესტრში მოუწიოთ და არაფერი არ ვიცით. ხედავთ გამწვავებას, მაგრამ გამწვავებამდე არ ვიცი რა ხდებოდა, რა გამწვავდა. ეგ უნდა იცოდეს საიდან იწყება რა გამწვავება. არის რა ხდება ბოლო ენდოსკოპია, როდის იყო გაკეთებული მორფოლოგია რა იყო, სისხლები რა იყო, ანუ რო ხედავ არეულს შედარება გაინტერესებს რა და ეგენ რო დაკარგული გაქვს ეგ მონაცემები. მერე მაგრად იჭედები და შეიძლება ვერ დაეხმარო პაციენტს. ამიტომ ორსულობაზე ეს გავლენას ახდენს, თუმცა პრევენტაბელურია რა ეს გავლენა და რისკები შემცირებადია. ამიტომაც ორსულობა ყოველთვის ჯობია რომ იყოს დაგეგმილი IBD-ის დროს, ორსულობამდე შემოწდეს, რომ რა წამოძღებულობთ, რამდენად საფრთხეა ნაყოფისთვის და რამე სპეციალური ორგანიზებები უნდა ზოგიერთ წამალს ნაყოფის დაბადების მერე, იმიტომ რომ შეიძლება მის სისხლში იყოს, მაგრამ არაფერს არ უშავებდეს ზოგიერთ წამალს და მოკლედ რა, ესენ სულ გასავლელია რა წინასწარ ეგ საკითხები ექიმთან. და ეხლა მე თუ არასწორად მივხვდი, აი შემისწორე, რომ რეალურად ეს იყო სიმპტომებზე მკურნალობა, მაგრამ აი ამ ბიოლოგიურმა მედიკამენტებმა ყველაფერი შეცვალა იგივე ხო, აი წყლულების შემთხვევაში ლორწოვანი შეხორცება შეიძლება რა, ეგ არის საბოლოო შედეგი და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ესეა და იმ შემთხვევაში როცა ეს მედიკამენტები არ აქვს, მაგიტო იყო ის რაც თქვი რომ 2000-იანებამდე ვართო? მართლა მაგიტო რა. მაშინ შედეგებსხანერად ვერ დავდებთ რეალურად. ძალიან პატარა პროცენტით იყო რა. ცოტას ჩაგისწორებდი, ძალიან სწორს ამბობ. მაგრამ ცოტას ჩაგისწორებდი ეს მუკაზალ ჰილინგი და ეს ცოტა სრული შეხორცება და ყველა endpoint-ის მიღწევა მკურნალობით. ადრეც ხდებოდა რა, პრენზონით, აზატიოპრინით და მესალაზინებით. ოღონდ პაციენტების უფრო მცირე პოპულაციასთან და უფრო მსუბუქ პაციენტებთან. ეხა უფრო ბევრი გახდა და უფრო უსაფრთხოც და უფრო ბევრ პაციენტთან და უფრო ეფექტურად რა. თორე ადრეც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ადრე მედიცინა ზოგადად ასე უყურებდა ამას, რომ ქრონიკული დაავადება, რეციდიული და მოდი ასე ვქნათ, რომ რაღაცა სიმპტომები იყოს თავარი სამიზნეო და
აი ძალიან შეცვალა ამ ბიოლოგიური სწორი თქვი, გიდასტურებ, რომ ბიოლოგიური აგენტების გამოგონების და ამის კიდევ გავრცელების მერე ეგ შეიცვალა რომ სხვა სამიზნეების გახდა რა. მე მეცინამს ადრე მაგალითად აი რაში გამოიხადებოდა განსხვავება იცი? ადრე იყო step up მიდგომა რა. რაც გულისხმობდა იმას რომ მოდი დაუნიშნოთ პირველი რიგის მკურნალობა პაციენტს. აი როცა სანამ იმუშავებს, როცა ეფექტს აკარგავს, მე ავწიოთ ზემოთ. ბრენზოლონი აზატიოპრინი დაუნიშნოთ. სანამ იმუშავებს, ეფექტს აკარგავს, მე ავწიოთ ზემოთ. და ეხა უკვე რაც ბიოლოგიური აგენტები გამოჩნდა, მეცინამ დაუდევით მიმდინარეობაზე დაგროვდა დიდი დეიტა რა. მათ შორის სკანდინავიელები არიან თავისი დატაბეიზების აგებაში და ამ დაავადებებშიც, იმიტომ რომ გავრცელებულია ძალიან სკანდინავიაში, არიან ტოპ ექსპერტები რა. სკანდინავიაში, შვედეთშიც და დანიაშიც რა. და ძალიან დიდ დაავადების მიმდინარეობას ბევრ რამე გაიგო რა მედიცინა. და ერთ რამეს დააკვირდა რა, ძალიან დიდი მრავალათწლეულიანი კვლევების შედეგად, რომ დაავადების დიაგნოსტირებისთანავე თურმე რაც უფრო ოპტიმალურ კონტროლს დაამყარებ დაავადებაზე, მით მეტად ცვლი ამის ბუნებრივ მიმდინარეობას რა. ანუ თავიდანვე რაც უფრო ყველაზე კარგი პირველი მკურნალობა უნდა იყოს ყველაზე კარგი. პირველი მკურნალობა თუ გაქვს საშუალება რომ იყოს ყველაზე კარგი, დიდი ალბათობით ამ პაციენტს 10 წლის მერე ქირურგიები უფრო ნაკლები ექნება ვიდრე იმ პაციენტს ვისთანაც პირველი მკურნალობა იყო ისეთი ცოტა და მერე მოუმატეს. გიბოს რისკი ნაკლები ექნება. ინფექციების რისკი ნაკლები ექნება რა. ამიტომაც ამაზე უბრალოდ ეს მიდგომა არ ქონდა მედიცინას, რატო იცი? ახალი იყო რა ეს ბიოლოგიური აგენტები და აკვირდებოდნენ ეს real world მონაცემებს აკვირდებოდნენ რომ მართლა გვერდით მომნები რამე სიურპრიზი არ გამოაგდებს, როგორი მუშაობს რა და 20-25 წელი არაფერი არ არის. გამოვიდა სერიოზული დეიტა დაგროვდა რა, რომ ძალიან უსაფრთხოა რა ისწავლები და მოდი რა პირველი მკურნალობის არ შეგვეშინდეს, ბიოლოგიური აგენტების არ შეგვეშინდეს და პირველი მკურნალობა იყოს ყველაზე ეფექტური. ამიტომ მინდა რომ საქართველოში რა პატარა ქვეყანა ვარ და კიდევ ოპტიმიზმის საფუძველს რამაძლევს იცი რომ სადახან ინგლისში და ამერიკაში 300 მილიონიდან წარმოედგინე რამდენი გართულებულზე დღეს IBD გართულებული кейსი არის ურთულესად სამართავ. იმიტომ რომ IBD გართულებული ნიშნავს რომ ამდენ წამალს არ დაემორჩილა არაფერს. აქ ქირურგიებს არ დაემორჩილა და მართლა მედიცინამ არ თითო ოროლა იქნება სოფლიოში. თითო ოროლა, ძალიან ისე პირობით ვთქვი, მაგრამ მართლა თითო ოროლა რა. მაგრამ მართლა გართულებული იქნება რა და რეალურად ხო ადრე გართულებული кейსები რაც იყო, ეგენი დღეს პირველი მეორე მკურნალობისთანავე მოგვარებადია და ოპტიმიზმის საფუძველს ის მაძლევს თქო რომ 3 მილიონიან ნახევრიან ქვეყანაში ხო, ეხლა რამდენი გართულებული кейსი უნდა კონდეს ხო ბუნებრივად აქ. რა ოღონდ წყობრა დაალაგებული მკურნალობა, კარგი ექიმების გუნდი, პაციენტების დაალაგებული ასე ვთქვათ ზედმეტი რაღაცები რომ არ იყოს და პაციენტის გამართული იყოს ხელმისაწვდომობა წამლების და აი მასეთ გართულებულ кейსებს ძალიან ცოტას ვნახავთ რა, რომ აი ვერაფრით ვერ დავეხმარეთ. ვნახავთ კი ვიღაცებს სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან ცოტას რა, ძალიან იშვიათი იქნება და ეხა სამწუხაროდ რომ ვერ დავეხმარა მედიცინა. მაგეთ кейსი არის ძალიან ბევრი. და უმეტესობის მიზეზი არის წამლის ხელმისაწვდომობა. წამალი რო ქონდათ ის პაციენტები ანუ ცხოეთში არ იქნებოდნენ, ან საქართველოში იქნებოდნენ ისევ, მაგრამ უკეთ იქნებოდნენ. ან ქირურგია ხო არ არის ხო რომ მჭირდება და ხვალები წავედი ხო ამაში. მაგაზე არის ფიქრობს იქ არავინ არ გელის ქართველს ჯანდაცვის შენი ჯანდაცვის მიმწოდებელი არის შენი ქვეყანა რა. არ არის საფრანგეთი, არ არის საქართველოს მოქალაქისთვის ჯანდაცვის მიმწოდებელი და ის რა ქვია შვეიცარია რა. ანუ იქ უნდა გაიაროს მთელი პროცესები და ისეთ რთულ პირობებში უწევს პაციენტებს გავლა ამ თან რა დაავადებებს ვსაუბრობთ ხო? სადაც კლინიკა არის მძაფრი და ეს არის უსიმპტომო დაავადებები, როცა აქტიურია, მძაფრად გამოიხატება. და ეგ რაღაცა 2 კვადრატულ მეტრ ოთახში, თავშესაფარში ყოფნა, საჭმელი არ არის, სასმელი არ არის, საშინელების გავლა უწევთ რა, ის არ არის რომ რაღაცა ყველაფერი დამჭირდება. საფრანგეთში ხო არ მემკურნალა, მასე არ არის რა სამწუხაროდ. და ის არ მიიღებს სტატუსს ან არა. და რაც უფრო ზურგ შევაქცევთ ევროპასთან, კიდევ უფრო ვერ მიიღებს სტატუსს რა, იმიტომ რომ ის გადახედავს, ეტყვის რა აგინდა რა, არა მაქვს შენი რესურსი რა, ჩემი პაციენტი ყავს მისახედი რა. და ძალიან რთულია რა. ჯაბა, მინდა რომ ეხა კიდე ერთ საკითხზე გადავიდე, ეს არის ეს პეპტიური წყლული, ხო ესე ეთქმება. პეპტიური წყლოვანი დაავადება. რომელიც თან რაღაც კავშირშიც არის ხო, იმიტომ რომ ამ შეიძლება ამ კრონის დაავადების ერთ-ერთი მაგრამ დამოუკიდებელი ხარ კენერად ხო იმეცადინე და აი ეგეც მინდა რომ ახლა ახსათ რომ ეს წყლულიც რაღაცა აი წეღა როგორც ამბობდი რა ისე არის გალაითებული რომ აი ხო წყლული მაგ და თითქოს აღარაფერი მაგრამ ნუ მით უმეტეს ახლა მე თვითონაც ახლა როცა კიდე ამ ყველაფერს ვეცნობოდი დღეს რა ხდება მსოფლიოში მაგას რომ ვეცნობოდი კიდე უფრო ცოტა ჩამაფიქრა რა რამდენად სერიოზულ საკითხებთან გვაქვს თორმე საქმე და მოდი აი ახლა
ხა დავიწყოთ მაგით ეს რა არის. მე რეალებდი რიტორიკას. გალაითებული კი არ არის, აი ზედმეტად შეშინებული შეიძლება იყოს ხალხი ამ პეპტიკური წყლოვანი დაავადებებით და არასწორნავარდი ვიდრე რეალურად არის რა. წყლების 60% არის თვითგანკურნებადი რა. ანუ წყლების 60% არის თვითგანკურნებადი და წყლულის განკურნების ბაზისი ზედანაწილის წყლებზე გვაქვს საუბარი რა, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლებზე რომ დავაზუსტოთ. ხარო ხალხს არ აერიოს კრონი რაღაცები, კრონით გამოწვეული წყლები ხა რაღაცა 1%-ზე ნაკლები გადავდოთ რა, უხშირესი მიზეზები თქვა რა. კუჭის წყლული 12 გოჯა ნაწლავი ბევრს მაყურებელს ქონია დარწმუნებული ვარ და ბევრს აქვს კიდევაც და ბევრი მკურნალობს და ამავდროულად. საპანიკო მართლა არ არის რა. ანუ კუჭის წყლს რო ვამბობთ და 12 გოჯა ნაწლავის წყლს რო ვამბობთ, აი ეს არის ის, რასაც ჩვენ ამას ვეძახით ამ პეპტიურ წყლს, კი. და ძირითადად იწვევს ორი მიზეზი რა. ერთი არის მედიკამენტების გვერდითი მოვლენა, მედიკამენტების ტოქსიური ზეგავლენა ლორწოვან გარსზე რა. მედიკამენტებში იგულისხმება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები რა. და მან საინტერესო სტატისტიკა რა არის, იცი? არასტეროიდული ანთების საშუალებები ტკივილ განუყუჩებლები მარტივად რო ვთქვა რა. საინტერესო სტატისტიკა ის არის, რომ პაციენტების 40%-ს თურმე რა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საერთოდ არც ამბობს, რომ ამათ მოიხმარს. არ ამბობს, იმიტომ რომ ცუდი იმისა უმალავს ეგ რა ნარკოტიკია. არც მნიშვნელობა და რამდენ პაციენტს მაგას ექიმებიც დაუკვირვები ვართ პრაქტიკაში, რომ რო ჩაიგითხები და კიდევ ჩაიგითხები, მე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს მუჭა ციტრამონს სვამ სიტუაცია, ან რაღაცებს ღებულობს, რაღაცა წამლებს, რომლებიც საერთოდ რაღაცა ნაბახუსებზე მიაყოლა, იქ მე ის ძალიან გამოვიდა კვირაში ერთი 5 დღე შეიძლება ისე გადათვალოს, როგორც არაფერი რა სვამს რაღაცა ტკივილ გამოყუჩებლებს, რომელიც წამლადაც არ ითვლება, იმიტომ რომ ურეცეპტოა სახში ყველას უგდია და რა ვიცი, შეიძლება სვამდე რა. მithumetes თუ ცხოვრების ეს დარღვეული აქ ადამიანს რაღაცა უჭმელობის გამო თავი ტკივა, ამ თავის ტკივის იმის მაგივრად რომ ცხოვრების წესი გასწორდეს რაღაცა წამლით დროებით იღუჩებს და მოგეთ რა მთელი პრობლემები რა. და მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ამ პეპტიკური წყლოვანი დაავადების არის ეს ისა რა, არის ჰელიკობაქტერიული ინფექცია რა. ის გადავხედე მე ხა ეკრანზე დაინახავს ეს ჩვენ усმენთ. მაგ ორ მიზეზი არის ყველაზე მთავარი ისა რა, ყველაზე მეტი დარტყმას თქვა მაგაზე მოდის რა. ანუ ახ სხვა მიზეზებზია საუბარი. ჰელიკობაქტერია და მედიკამენტები. ამის მიღმა წყლების რაღაცა 5-10% შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რაღაცეებით, მაგრამ ეს ორი არის მთავარი რა. ჰელიკობაქტერიაც განკურნებას ექვემდებარება, ის რა ქვია, ტკივილ განკურნებებს განკურნებას შეწყვეტა ამათ, განკურნება და ოპტიმიზაცია, მოდი ასე ვთქვათ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვერ შეწყდეს. წყლის კურნალობის ორი მთავარი ქვაკუთხედი ეგ არის რა. კუჭის შავიანობის დაქვეითება დროებით და პლუს ამას მიზეზის პოვნა და მოცილება. მიზეზი თუ ჰელიკოა, შებრძოლება, მიზეზი თუ ტკივილ განკურნება, შემცველი. მორჩა, არანაირი დიეტა, არანაირი პაციენტის ტანჯვაწვალება წყლის გამო, ბევრი წამლები. ახლა მოდი ახლა სერიოზულად ჩაუჯდეთ ამ წყლის კურნალობას და პაციენტებს არაერთს და აი შენი ვიდეოს მაყურებლებსაც, ამ პოდკასტის მაყურებლებიც ბევრი იქნება და გამოგეხმაურონ რა. აი უბრალოდ გაიხსენოთ თავისი ისტორია, წყლის კურნალობისგან ჩივილზე მეტად საერთოდ რატომ მივიდნენ იქიდან. ახსოვთ მის სამკურნალო დიეტა, სიგიჟეა. საერთოდ დიეტა ამის არ გამოიყენება, ამ სამკურნალო დიეტები არა ევიდენტ ნოლია საერთოდ. უბრალოდ წყლული როცა აქვს ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაცა მაგ დროს იყოს გრძნობიარე მის ნაწლავები და მწარე საკვებზეც მეტად ღიზიანდებოდეს და რავი სხვა რაღაცა შეიძლება არაჯანსაღ ქცევებზეც და მაგ დროს ადამიანის ორგანიზმს თუ მოусმენს თვითონ მიასწორებინებს ხოლმე რა არა საჭირო რაღაც მოხდა დაუძლურება და დაძაბუნება რა ამ პირიქით ზედმეტად პაციენტებს მაგრამ ნუ ასე შემორჩა რა ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ უმკაცრესი დიეტები ინიშნება ხოლმე იმდენად კაცრი რომ მართლა დიეტების გამოცდილება ახსოვს ადამიანს 20 წლის წინ წყულზე რო იმკურნაო და არა ის რომ კუჭი როგორ ტკიოდა და უგულისრევა და ღებინება ჰქონდა თუ არა რა ეს ასე არ არის რა ორი ნუ საქმის გართულება საქმეს აფუჭებს როგორც წესი წყულს ჭირდება მჟავიანობის დროებით დაქვეითება კუჭის და 12 გოჯანაწლავის წყულს და წყულს ჭირდება მისი მიზეზის პოვნა და მოცილება თუ ეს მოცილებას ექვემდებარება რა როგორც წესი ექვემდებარება ჰელიკობაქტერიაც იგურნება ჰელიკობაქტერია იგურნება 90% შემთხვევებში ოღონდ ვერ იკურნება იმპროვიზაციით, თამაშით, სანახევრო მკურნალობით, ის დავზოგეთ, ეს დავზოგეთ, რაღაცა იმით ჩალიჩით ვერ იკურნება ჰელიკობაქტერია, რა, იკურნება ძალიან მოსაწყენი პროტოკოლური მკურნალობით, რა, რომელიც არის და რომელიც არის ადამიანის უმეტესობაზეა გატესტილი და ვიცი, რა ჰელიკობაქტერიის მკურნალობა არ უნდა აირჩეს რაღაცა ზურას როგორ წარმოუდგენია და ეგ არის აი უმოსაწყენის მართლა, აი პირველ ჯანდაცვის თემა უმეტესობა რა, იმიტომ რომ უნდა ჩახედო, წაიკითხო, გაყვე რა, იქ არაფერს შეცვლა და დოზა ხო არ მომემატებინა და გამეგზეებინა. ანუ მაგ სივრცეს არ გიტოვებს. ნაწავის ანთები დაავადებები გიტოვებს. იქ ბევრი სივრცე რჩება შენი თავისუფალი მოქმედების. აქ არ რჩება ეგ სივრცე. ან არის რა წერია უნდა გააკეთო რა და მარჩა 100-დან 90-ს განკურნავ, 10 ვერ განკურნავ, იმაც მეორე რიგის კურნალობით განკურნავ და ძალიან ცოტა იქნება, ვისაც ვერ განკურნავ მეორე რიგის კურნალობითაც, მაგრამ მაგ ბევრი მკურნალობით რო ვერ განიკურნა
ისეთ პაციენტებში უმეტესობა იქნება ვისთანაც ნათამაშებია რა წარსულში. ცოტა ანტიბიოტიკი ხო არ დამელია, ცოტა ის ხო არ დამელია, ცოტა ის ხო და ცოტა და მან ხდება რეზისტენტული ინფექცია და მე სამწუხაროდ მასთან შეჯიდება ძალიან რთულია ხოლმე რა. ხო, ის 2-5 წელს იმ ადამიანმა, ვინც აღმოაჩინა ეს რომ წყლულების უმეტესობას იწვევდა ბაქტერია და ეს არ იყო ქრონიკული დაავადება, როგორც მანამდე იყო, ქრონიკულ დაავადებად მიჩნეული, მიიღო ნობელის პრემია და მაგის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა რაც განუკურნებელი რა, განუკურნებელი არის ხო, განუკურნებელი. აქვე მინდა გაგაცნოთ მედიკამენტი, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ PSV მოგვაწოდა. ეს არის პანტოპრაზოლი, ბრენდული სახელწოდებით პანტოპრა. პანტოპრაზოლი მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს და გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისთვის, რომელზეც ჩვენ ამ ეპიზოდში ვისაუბრეთ. ანუ მისი მთავარი ამოცანა არის კუჭის მჟავიანობის შემცირება, ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიც არის მაგალითად რეფლუქსი, კუჭის და 12 ჯანაწლავის წყლულები, გასტრიტის გარკვეული ფორმები და მჟავიანობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. პანტოპრა კუჭი მჟავას ქარხანას დროებით აჩერებს. პეპტიური წყლულების დროს ეს ქარხნის გაჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ჭრილობები ისევ შეხორცდეს. პანტოპრას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობაა მისი ნაკლები მედიკამენტთა შორის ურთიერთქმედებები სხვა მედიკამენტებთან და რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელიც სხვა მკურნალობაზეც იმყოფებიან და შესაბამისად სხვა მედიკამენტების მიღებაც უწევთ. ასევე პანტოპრას აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და მჟავიანობის ეფექტური კონტროლი დღის განმავლობაში. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები, მათ შორის პანტოპრაც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითა და დანიშნულებით. შესაბამისად, თვითმკურნალობა და ხანგრძლივი უკონტროლო გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასევე მინდა რომ ხა იმასაც შევეხო, რომ აი სტრესი და ეს ცხარისაკვები ხო ხა დიეტების შესახსენ, ესენი ხო აი ძალიან პირდაპირ დაკავშირებული საკითხები არის საზოგადოებაში, ხო? აუცილებლად სათქმელია რა. და აი მაგას ხაზი ავუსვათ ახლა კიდე. ძალიან ხაზი ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ექიმებიც უშვებენ, პაციენტებიც უშვებენ, ყველა უშვებს რა, რაც არის იგიჟე. ძველ წიგნებში ყველგან ეწერა და დღემდე წერია და ახალ წიგნებშიც ასე ტერმინი სტრესწყლული. On მაგ სტრესწყლულში არ იგულისხმება ფსიქოლოგიური სტრესით გამოწვეული წყლული. იგულისხმება ფიზიოლოგიური სტრესით გამოწვეული წყლული. ინტენსიური მართვის განყოფილებაში მწოლიარე პაციენტი, რომელიც მართვის სუნთქვაზეა, რომელზეც რეანიმაციული ღონისძიებები ტარდება, რომელშიც სისხლის მიმოქცევის სისტემა დარღვეულია კუჭი და ამის ფონზე ჩდება ხოლმე მან წყლულები და არა იქ რაღაცა სხვა მიზეზების გამო. სტრეს წყლულებზე როცა ვინმე ლაპარაკობს, უნდა იგულისხმოს ფიზიოლოგიური სტრესი. ფსიქოლოგიურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჩივილები. უხსო ძალიან დიდი ტკივილი კუჭის. რაღაცა გულძმა ყველა ნებისმიერ ჩივილი ხარ, რაცა უნდა ჩამოთვალო, გასტროჩივილი პირიდან ანუსამდე, რაცა უნდა დავთვალო, ყველა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა რა და ნეიროგასტრონული პრობლემა და რეალურია ეს არ ეჩვენება პაციენტს. ოღონდ ხაზგამყოფი ისა რომ წყლულებს ვერ იწვევს. ანუ ფსიქოლოგიური სტრესი რამ ძიმეც არ უნდა იყოს ადამიანის სტრესი, წყლულს ვერ გამოიწვევს. და წუხარ ამას რომ ექიმები რაღაც არასწორად ჭიბრობენ, ეს არ უნდა, ეს არ არის რა ის თემა, რომელიც მე ასე ვფიქრობ და ისაც ვფიქრობ, ამას უნდა, აი დღეს რო აი ამ დონის ინფორმაციის საკითხვა შეიძლება პროფესიონალებში პრობლემა იყოს, მაგრად გულიმწყდება მე მაგაზე, იმიტომ რომ საკითხვადია რა. იმიტომ რომ მაგას თუ დაუშვებს მედიცინა, რომ სტრესი და ფსიქოლოგიური დარღვევები იწვევს წყლულებს, საერთოდ უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ანუ მთელი ხაზგამყოფი ისა ამ ნეიროგასტროენტერულ პრობლემებსა და ორგანულ გასტროენტერულ პრობლემებს შორის, რომ ნეიროგასტროენტერული პრობლემები, ჩივილები აქვს პაციენტს, ეგ ჩივილები ვალიდურია, მართლა არსებობს, მაგრამ იმას არ აქვს ფიზიოლოგიური გამოვლინება, ამას არ აქვს, ეგ სისხლდენას, კიბოს, წყლს ვერ გამოიწვევს. თუ იწვევს, მაშინ სხვანაირად მოხდება რა ყველაფერი, რა სხვანაირად შეხებძლობს მედიცინა ამ თემას. საქმე ისაა, რომ გასტროენტეროლოგია ზუსტად მაგხრივ რა ძალიან საინტერესო და ძალიან უცნაური სფეროც, რომ ხშირად უკუპროპორციულია პაციენტის სუბიექტური გამოვლინებები და დაავადებისგან მოყენებული ზიანი. რაც უფრო მძაფრი და დრამატულია პაციენტის ჩივილები და გამოვლინება, ხშირ შემთხვევაში იმას სიცოცხლის საშიში უკუპროპორციულია სიცოცხლისთვის საშიშობასთან. რაც უფრო მძაფრია პაციენტის ჩივილი, ხშირად ნაკლებად სიცოცხლის საშიშია ხოლმე. დაავადება, რომელსაც ექიმი შეიძლება აღმოაჩენდეს. და ჩივილები შეიძლება სულ არ იყოს და დაავადება იყოს გასტროენტეროლოგიაში ისეთი, რომელიც კიბოს იწვევს და უკვე შეიძლება გამოიწვიოს კიდევაც რა. ამიტომაც ეგ მინდოდა მე თქვა кайქენი რომ გამახსენე რომ ეგ მინდა ხაზი გაუსვარო. იმიტომ რომ მაგით იზაფრება ადამიანი. მე ისედაც რომ ნერვიულობს და სტრესია და კუჭიტკივა, ისედაც კიდე იმას თუ ვიფიქრა რომ ამ შეიძლება მოკვდეს, კატასტროფა და რატო უნდა შეაშინო ადამიანი იმის გამო რომ ელემენტარული ინფორმაცია არის რა, რომელიც ახლა ყველა შეგვიძლია გადავამოწმოთ და წავიკითხოთ 700,800 წყაროში რა, რომ სტრესი წყლულებს, ორგანულ დაზიანებებს არ იწვევს. სტრესი იწვევს პრობლემებს, ჩივილებს, რეალურ ჩივილებს, ოღონდ წყლულებს არა რა. ის სტრესი, რომელიც სტრეს ალსერებად არის ნახსენები
ტექსტბუქებში და სხვა წყაროებში, იმ სტრესში იგულისხმება ფიზიოლოგიური სტრესი. სტრესი ოღონდ ფიზიოლოგიური, რა. ფიზიკური სტრესი იგულისხმება და არა ისა რა ქვია, შეყვარებულს რო ვინმე დაშორდება, ამით წყული არ დაიმართება რა. და კიდეც მაინტერესებს რომ აი ეს მიზეზები ხო ეს ორი მიზეზი რომელიც გამოყავით ახლა ამ შემთხვევაში ეს არის ჰელიკობაქტერია და ტკივილგამაყუჩებლები. სტატისტიკა რასაც ვნახე როგორც გადავხედე განვითარებულ ქვეყნებში ჰელიკობაქტერიით გამოწვეული ეს წყლულების რაოდენობა იკლებს, ხო გასაგები პირობების გაუმჯობესებისა და ჰიგიენის და ასე შემდეგ რაღაც, მაგრამ სამოგებად პროპორციულად იმატებს ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებით განასახში რაც უფრო ბერდება ის საზოგადოება ჩვენთან კიდე როგორ არის ეგ და მე ეს არა გვაქვს ჰელიკო უნდა იყოს ეს აი პაციენტები და ეხლა ჩვენი კოლეგები ჰელიკო უნდა იყოს წამყვანი წესით რა მაგრამ სტატისტიკა ამისი ასე პრევალენტობის მასიანები არ უყვართ ეს წამლები ეგეც არის რა წამლები და თან მარტო ტკივილგამაყუჩებლები არა ბევრი რაღაცა დანამატი რაღაცა მაგას არასერიოზულად არ უნდა შევხედოთ რა. ახლა ტკივილგამაყუჩებლები არის იდენტიფიცირებული მიზეზი, მაგრამ 1000 ნაგავი ხარ რაც ადამიანი შეიძლება ღებულობდეს, იმიტომ რომ ვიღაცა შარლატანები ამას ასაღებდნენ უბრალოდ ის იწევს თუ არა ის კაცმა არ იცის რა. აქ შევხედე რომ მე ისეთ რაღაცებს რომელიც საერთოდ შეიძლება ვერანაირ წიგში ვერ წაიგითხო და ვერსად ვერ ნახო რა ინფორმაცია რა. და დამიდასტურებია და გვინახავს მართლა წყულები რაღაცა საკვები დანამატებით გამოწვეული. და დაგვიდასტურე ყველაფერი გამოგიგულებია, გვემკურნალია, შეგვიწყვეტია, არ ყოფილა ანუ არის რა, ანუ ეგეც უნდა იყოს რა მიზეზი, მაგრამ ნუ ჰელიკო წამყვანია წესით. განვითარებად ქვეყანაში და ჰელიკო მართლა ნუ ძალიან ხშირია რა ჩვენთან. მაგრამ ეს ხო ძირითადად სიმპტომად არის ხა ეს წყლულები და ნუ ნახე რაღაცები თორმეტ გოჯას და ისინი რაღაცა სპეციფიკური ჩივილები შეიძლება კონდეს. მაგრამ ზოგადად აი თუ ხა ესე არ აქვს ამ სპეციფიკური მდგომარეობა, მაგ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ მიხვდეს და თუ ვერ ხვდება არის თუ არა ეს პრობლემა. თუ ვერ ხვდება უხშირად ძალიან არის რა თქმა უნდა პაციენტები რომელსაც უსიმპტომოდ წყლულმა რაღაცა ცუდი დამართა იგრევა, მაგრამ ასეთ პაციენტებს რაოდენობა იქნება ძალიან მცირე. ამიტომაც არ არის ახლა პეპტიკური წყლულანი დაავადება ის რომ საზოგადოებრივ სკრინინგს ექვემდებარებოდეს და ახლა ყველა ადამიანმა გასწყვეტია წელიწადში ერთხელ არ უნდა იტაროს იმის გამო რომ წყული იპოვოს. იმიტომ რომ წყული შეიძლება თავისთავად შეხორცდეს რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 60% თურმე თავისთავად ხორცდება ხოლმე რა წყული, მაგრამ წყულის არსებობა არ ნიშნავს აპრიორი რომ უნდა გართულდეს და მოკლას ადამიანი და სერიოზულად დააზიანოს რა. მან ერთი რამე არა რომ ეს ასიმპტომური წყულების ხო თვითონ წყულის არსებობა არ არის რა რაღაცა ისეთი გააჩნია მიზეზს რა მოკლედ რითი არის გამოწვეული ჰელიკობაქტერიით გამოწვეულ წყულებს ყუჭის წყულები მაქედულობაში აქვს ონკოგენური პოტენციალი შეიძლება სიმსივნის რისკი გაიზარდოს ადამიანებთან რა გამოწვეული წყულები უფრო სისხლდენების რისკთან არის ასოცირებული 12 ჯანმრთელობაში წყულები როდესაც ვითარდება ანუ სხვა რისკები აქვს რა ამებს რა კი ბატონო და აი ხა აი მედიკამენტებიც გავიგეთ რომ ეს არის პრობლემა და ასე შემდეგ პრობლემა რა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება მაგრამ აი ხა მინდა რომ აი კიდე ერთი თავსატეხი რომელიც შეიძლება აქ იყოს და ლოგიკურად შეიძლება ჩვენს მსმენელსაც გაუჩნდეს შეკითხვა რომ აი როცა ჩვენ აი ეს ორი თემა რო დავაკავშიროთ ახლა რომლებზეც საუბრობდით ხო რომ პეპტიდური წყლების შემთხვევაში რა კი შეიძლება იყოს მიზეზი შეიძლება თვითონ იყოს კრონის დაავადება და ამ კრონის დაავადების დროს ასევე ჩვენ არსენალი გვაქვს ბიოლოგიური მისი მკურნალობისთვის ხო? აი ამ შემთხვევაში ეს ახლა როგორ ხდება ხოლმე და მედიკამენტების შერჩევა როგორი პროცესია? პროდანტომას ინჰიბიტორები პირველ რიგის მკურნალობა მაინც ან ყუჭის მჟავიანობის დამოუკიდებელი წამლები რა თუნდაც კრონით იყოს გამოწვეული წყული, მაგრამ აი კრონით გამოწვეული ყუჭის წყული და რაღაც 12 ჯანმრთელობის წყული დიდი სამედიცინო პრობლემა მაინც არ არის, რატო იცი? ეგ როგორ წესით ანახლავს ხოლმე ქვედა ნაწილში ანთებას და როგორ წესი ახლა მასე იზოლირებულად მარტო ყუჭის წყული იყოს კრონით გამოწვეული ისეთი ტოპ დიაგნოზია რომ რავი აი ძალიან გამოცდილმა მორფოლოგმა და იმან შეიძლება დასვას მაგრამ ძალიან იშვიათია რა მაგეთ რამე და ვიზუალურად ასე არ გავს რა არ შეიმჩნევა არაფრით რა და ბიოლოგიური აგენტების მკურნალობა რომელიც ქვედა ნაწილის პრობლემებს აჩვეულის კრონის დაავადების დროს ის ზედა ნაწილის პრობლემებსაც აღვარებს ხოლმე რა ძალიან ცოტა პაციენტი ყავს რომელსაც ზედა ნაწილის ჩართულობაც აქვს კრონის დროს და წყლებს კუჭიც გვინახავს კრონით გამოწვევად და გვიდასტურებია გვინახავს გრანულომების სპეციფიური რომელიც კონტაქტს ყოფილა რა აი დიაგნოსტიკის და აი ბოლოს შეკითხვა მექნება ამ თემაზე რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აი ესეთი ოქროს სტანდარტი დღეს რა არის და ეს ზონის გადაყლაპოს რო ეძახიან ხოლმე ეს რამდენად არის ესეთი ხო აი გააჩნიათ დღეს არის ისეთ რა ხან მიზეზებზია დამოკიდებული ხო ორი მიზეზი ვთქვით აი წყლულების 90% მოდის თქო ტკივილგამაყუჩებლებზე და ჰელიკობაქტერიაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ისტორიას და საყურადღებო ნიშნების გამოვლენას. თუ ტკივილი აღვიძებს ღამე,
თუ არის სისხლდენის ნიშნები, მაგალითად, შავი მასებით ყებინება, შავი განავალი, თუ არის წონის უმიზეზო კლება, თუ პაციენტი ასაკოვანია, რაღაც 60 წელს გააცილებული, 50 წელს გააცილებული და არასდროს გამოკვლევა არ ჩაუტარებია. თუ ოჯახურ ისტორიაში კუჭის კიბოს ისტორია აქვს, ხო? დედმამას, ბებია, ბაბუას, მაშინ ასეთ პაციენტი მინიმალურ ჩივილებზეც კი შეიძლება აგრესიულად გამოიკვლიოს ექიმმა და ეგრევე დაუნიშნოს გასტროსკოპია, ბიოფსიებით აუცილებლად. ბიოფსიები იმისთვის, რომ ინახოს თვითონ ჰელიკობაქტერიის არსებობა და გასტრიტის ხარისხი ბიოფსიებით შეფასდეს და არა მარტო ვიზუალურად. და თუ ეს ყველაფერი არ ხდება, არის ძალიან გავრცელებული test and treat strategy რა, რაც არის გატესტე და უნკურნალი რა, ძალიან მარტივად რო ვთქვა. გატესტე და უნკურნალი ნიშნავს, რომ მოდის პაციენტი, არ აქვს აყურადღებო ნიშნები ისტორიის დონეზე, იცი ყველაზე ხშირი მიზეზები რაც არის, უყუჭის დედანაწილის პრობლემები, ტკივილგამუჩევლები და ჰელიკო, განავლის ანალიზში გააკეთებ ჰელიკობაქტერიას, სისხლის ელემენტარულ ანალიზებს ნახავ, ანემია ხო არ აქვს და რამე სხვა პრობლემები ხო არ აქვს და უნკურნალებ პროტონი ტუბოს ინჰიბიტორები და ჰელიკობაქტერიის მკურნალობით თუ ის დააფიქსირდა და ისევ არის ალბათობა წყული ისე მოყოს ხურდაში, რომ საერთოდ გასტროსკოპია არც კონდეს პაციენტს გაკეთებული და იგივენაირი მკურნალობი ძალიან განკურნა ჩვეულებრივად წყული რამე დამატებით სხვა მკურნალობას არ საჭიროებს, მაგალითად ჰელიკოტი გამოწეული წყული, უბრალოდ მალიგნიზაციის რისკი რახან კუჭის წყულებს აქვს, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული უზუსტობა რაც შეიძლება იყოს, არის უბრალოდ გასტროსკოპიის ჩატარება ბიოფსიების გარეშე. ეგ არის სერიოზული პრობლემა. იმიტომ რომ კუჭის წყულში და ყველა კუჭის წყული არ ნიშნავს რომ კიბოა ხა მაინც, მაგრამ კუჭის წყულის რაღაცა ნაწილ შეიძლება კიბოთ გადაგვარების პოტენცია ჰქონდეს განსხვავებით 12 გვერდზე ნაწილის წყულისგან, რომელიც ვერ გადაგვარდება კიბოთ რა. და ამიტომ განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანთან, ვინც კუჭის წყულს ხედავს, მithumedes თუ დიდია, ამოძნექილია, არასწორი კიდეებით, აუცილებლად იქ ბიოფსიების აღება საჭიროა. იმიტომ რომ სხვანაირად ზეპირად სიმსივნის დიაგნოზს ადამიანი ვერ დასვამს, ისე გამოვა რომ სიმსივნეს რაღაცა 2 თვე იმით გუნალობს, რა ქვია, მჟავიანობის საწინააღმდეგო წამლებით ხოლოდ და ცოტა უფრო საყურადღებო მკურნალობები ისე უკან რჩება რა. ასე რომ მან დიაგნოსტიკაში მარტო ზონდის გადაყლაპვა არ არის თვითმიზანი რა. ცოტა რისთვის ყლაპავთ და რას როგორ მოქმედებთ ეგაა რა მან თავარი რა და ბიოფსიების გამოტოვება სერიოზული პრობლემაა რა, რაც ხო, ანუ კარგი დიაგნოსტიკა, ხო, ეგ არის აქ წამყვანი, მე მიზეზების მოშორება, ის ბაქტერია არის თუ ეს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები მაგალითად. ეგ მჟავიანობის დასრგუნვა იმისთვის, რომ შეხორცდეს. აი ეს არის ახლა თანამედროვეობაში. მეგარი რა, ეს გამოიყენება თანამედროვეობაში, არა ეს რამე ახალი და რევოლუციური არ მithkomს ახლა. ასე იქცევა მედიცინა გაიხანია, უბრალოდ ამას ამატებენ რაღაცებს რა. და ბევრ ცუდ რამეს. ზავიანობის დათქმა შეიძლება ერთი წამლით, თქონავენ 5-ით. ყველაფერი ექიმის შიშებით და ზედმეტ კორუფციით შეიძლება იყოს გამოწვეული. იმიტომ რომ როცა ახლა ჩივილით მოდის რაღაცა, უნიშნავს რა. 10 წამალს დაუნიშნავს, 20 წამალს დაუნიშნავს და ესეც მკურნალობის პროცესს უფრო გრძნობს რა, ნუ რაღაცა ბევრი ისა პრობლემა ისა ცუდია რა. ჯობია რაღაცები არ აი რაც აი გატესტილი გზაა და გატკეპნილი გზაა, რაც გავლილი აქვს უკვე ჩვენს გამოცდილ თუ გამოუცდელ ადამიანებს, მილიონობით ადამიანზე რაცაა გატესტილი, ეგ ვაკეთოთ რა, იმიტომ რომ ისედაც ბევრი სივრცეებია გასტროფსიქიატრიაში, ნაწლავის ანთებიდაოდეებში, სადაც მოგვიწევს იმპროვიზირება და სადაც მართლა მოგვიწევს რა არასტანდარტულ გაწყვეტილებას და ხა სტანდარტულია და რაც უეჭველი ვიცით რომ გატესტილია. რატო უნდა აწვალო ადამიანი და რატო უნდა შეითრიო ექსპერიმენტების იმაში არ მესმის რა. მაგით უარესება მდგომარე, მაგრამ განკურნებად პრობლემები განუკურნებელი რჩება. 12 ჯანაწავის წყულის ერთი სცენარი მაგალითად შეიძლება საერთოდ გასტროსკოპია არ დაგჭირდეს ადამიანთან, სიტყვაზე ასე ვარიანტი რო აიღო, რომ მოდის მუცლის ტკივილით, რეფლეგები არ არის, გამოიკვლიო ჰელიკო, დაფიქსირდა უნკურნალი 2 კვირა სწორი ანტიბიოტიკოთერაპიით, განიკურნა, წავიდა სახლში, არასდროს ჩივილი შეიძლება აღარ დაბრუნდეს. და ამას როცა არ აკეთებ სკოპიას უნიშნავ, ჰელიკოს არ ტესტავ, ცოტა ხანი ანტიბიოტიკს უნიშნავ, ამასო რეზისტენტული გახდა, მე მეორედ მონდის, მე მეშვიდე, ფანტასტიკას კი არ გიყვები, რომ დაჯდე ჩემთან ერთი კვირა კლინიკაში. ასეთ ისტორია სამწუხაროდ არაერთს ნახავ რა. და რომელზეც აი მაგრამ იგი რომელს გული წდება რა პრევენტაბელური იყო ეს პრობლემა რა საჭირო იყო ეს რაღაც თამაში და ის რა გაყევი რა არ ექიმს არ უნდა ქონდეს იმის ცდუნება რომ ეხა რახან შენთან ამას ეხა მადი მაგრად გამოვაჩინო თავი და რაღაცა გენიოსის იმის რაღაცა მარტივი მოსაწყენი პრობლემა მოაგვარე მარტივი და გატესტილი გზებით რა არა უცებ რა ორიგინალური რამის სათქმელად პაციენტი იმის სხვა რომ რამე ორიგინალური მოისმინო შენ მოძინო სწორი გუნაობა მოუშვა სწორი ეგ არის რა და უმკურნალე ზედმეტი ხლაფორთის და იმპროვიზაციების გარეშე და რავი დიდია შანსი რომ განიკურნება და მე მაგრა ჭირს რა და მაგითო ვამბობ მე ის გაფუჭებული ისტორიაში მე ის არა მანქანა რო ის ფარი მოხსნა და ახალი მიაყენო რა ვერ მიაყენებ და აი სამწუხაროდ მithkomს ეგ არაერთი პაციენტისთვის და ძალიან დიდი გულდაწყვეტით და ძალიან აი ნერვები მომშლია რომ
ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ხა იქ IBD-ის პრობლემები ხო ვილაპარაკეთ, რომ აი ობიექტური რეალობებით განპირობებული იქ წამალია რთული პრობლემებია მართლა რა, არავიზე და მოკლედ რა, სერიოზული მოგვარდა. აი ეს პრობლემა რატო უნდა შეიქმნას აქ ხო რაღაცა ელემენტი პროტოკოლური საქმე რატო უნდა გაკეთდეს აქ წესიერად რა. ხო. პრობლემა ხო, აი იმიტომ რომ ეს ჰელიკობაქტერიის მკურნალობაც რაღაცა თითქოს დაუძლებელი პრობლემად არის ხოლმე წარმოჩენილი რაღაცა იურტუძიმეს იმათ თითულება ხოლმე რაღაცა არ ვიცი რა ეს ჩემ გარშემო მსმენია ესეთ საკითხები და მეორე ანუ ამაზეც მინდოდა რომ მაგიტო დაგისვე კითხვა რომ ხაზი გაგვესვა რომ ჩვენთან როცა ის გადამისამართებების რაღაც ოჯახის ექიმთან მივედი სპეციალისტთან გადამამისამართა იმან რაღაცა ანუ ეს რო არ მუშაობს გამართულად ეს იწევს პაციენტების მიმართვას პირდაპირ სპეციალისტთან იქ არასწორ ხალხთან და პირდაპირ გამოკვლევებზე ხო და ამან აი რაზეც ჩვენ ამბობ რომ ერთის მხრივ რაღაცა არასასურველი შედეგები შეიძლება მოიტანოს მეორეს მხრივ ხა ტყუილად დახარჯო ფური იმიტომ საერთოდ შეიძლება ეს ყველაფერი საჭირო არ იყოს და მოგეთ ამ შემთხვევაშიც ისევ და ისევ ანუ მთელი ჩვენი ამ პოდკასტის იდეა იმაში მდგომარეობდა რომ ორი ნაწილი განვიხილეთ დღეს და ორივე შემთხვევაში ექიმის კონსულტაციას მოსმენას ანამნეზის შეგროვებას ვერაფერი ვერ ანაცვლებს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გამოსავალზე სერიოზულად მოქმედებს ორივე შემთხვევაში. რამე ისეთ საკითხი ხო არ არის ჯაბა, რომელიც აუცილებლად უნდა აგვენიშნა და არაფერი ამ მეორე ნაწილიდან ჩემი მთავარი მესიჯი იქნება ეგ რა, რომ წყურვილის ორი მთავარი გამოწვევი ახსოვდეს, ზედმეტი ორიგინალობის ცდილობებს შეეშვას ყველა ადამიანი და მიყვეს ბანალურად დადგენილ ჭეშმარიტებას და ახსოვდეს რომ ჰელიკობაქტერია იკურნება. პირველი მკურნალობით იკურნება ძალიან დიდ პროცენტში. აი მერე უკვე შეიძლება გაჭირდეს. და მათ შორის ეს თემატიკები გამაყუჩებელი საშუალებები ძალიან კარგია რომ არსებობს, მაგრამ გადაარჩინა რა ვიცი კაცობრიობა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერს გამოყენება პრობლემაა რა. არის ხო, არის პრობლემა და ჩვენთან ერთად აქ მოსული არის ეს ჩვენი მეგობარი, რომელიც იქიდან ზის და ესეთი judgmental სახით გიყურებს და აჩიკო სანამ შენ შემოხვიდე ჩვენ აქ საუბრობდით საკითხებზე რომ ჩვენ გარშემო დღესაც მედია სივრცეში უბრალოდ ონლაინ სივრცეში რა ის პოდკასტებში ათასნაირი სიგიჟეები ხდება ხო აი გაუგონარი ანუ არავითარი და ის top არ არსებობს რა რომ აი სად შეიძლება ადამიანები შეჩერდნენ როცა მედიცინაზე ლაპარაკობენ მაგასთან დაკავშირებით და მათ შორის რაღაცა საოცარი ვიდეო მოვისმინე დღეს სანამ ამ ჩაწერას დავიწყებდი დილით რომ რაღაცა ჰელიკობაქტერიის რაღაცა მკურნალობა არ ჭირდება და თვით თუ რა ვიცი რა იყო შინაარსს ვერ გამოვიტანე რა ნობელია გაღებული რა მაგის აღმოჩენას აი რაღაცა ძირითადად ერთ პირველი ის კითხავი რომ შენ რატო იგვიანებ შენი პოდკასტი სადაც ამ საკითხებზე უნდა გესაუბრა და მეორეც მოდი ერთხელ კიდე შევახსენოთ რა ადამიანები როგორ უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია როგორ ვენდო როცა აქაც ექიმი საუბრობს იქაც ექიმი საუბრობს რა განსხვავებაა ხო როგორ გავიგო ვინ გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით მე არ ვიყავ მზად ამ ჩართვისთვის ეს ჩემთვის ექსპრონტია რომ იცოდეთ მაინც მაგრამ ხო პირველ რიგში ძალიან კარგი არის რომ მაღალი ხარისხის პოდკასტებს აკეთებთ როგორც შენ და ისევე ჯაბა და ინფოდემიას ისევ სწორი ინფორმაციის მიწოდებით უნდა ვებრძოლოთ უნივერსალური გზა უბრალოდ თავიდან ვთქვათ რომ არ არსებობს ერთი რაღაც ოქროს წესი, ისე როგორც ახლა ჯაბამ როგორც თქვა, რომ ეს მოსაწყენი ბანალური პრობლემაა და მოვაგვარებთ კუჭის წყურის, ასე ვთქვათ, პრობლემას, ეგეთი ესეთი ვთქვათ ოქროს წესი ამ შემთხვევაში არ არსებობს, მაგრამ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რა კრიტიკული აზროვნება, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას კი არა, რომ ვინ ლაპარაკობს, რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს და ორ განსხვავებულ აზრს როცა ვხედავთ, უნდა გადავამოწმოთ და საბოლოო ჯამში უნდა მოვისმენოთ მეორე მესამე აზრი და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რაც ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც მედიცინას ეხება საქმე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით აგერ ჩემი კოლეგებთან ერთად რომ გავაკეთოთ და მალე ჩავრთავთ ჩემს პოდკასტშიც თუ მონოლოგებში არ ვიცი მიღების საათში დღეს დავდე პირველი ეპიზოდი და მაგრამ დავარეკლამებ მაგას და ვამატებ ესეთ მიმართულებას დეზინფორმაციის ანატომია, სადაც აი ზუსტად ქართულ პოდკასტებიდან ამონაჭრებს ჩავრთავ ხოლმე და ვეცდები რომ მაქსიმალურად მარტივად ავხსნა და რაც მთავარია განსხვავება ის იქნება რომ მივაწვდი წყაროებს რა რაზე დაფუძნებით ვლაპარაკო და ერთი ანალოგიაც რო გავაკეთოთ ძალიან გამარტივებულია მესმის მაგრამ მათემატიკა თუ არ იცი და ორი მათემატიკის მასწავლებელი გყავს და გვერდით წიგნი გიდევს და ერთი გეუბნება რომ 2 × 2 არის 4 და მეორე გეუბნება 2 × 2 არის 35 და შენ მათემატიკა არ იცი ხო როგორ უნდა გარკვევ ვინ არის მართან უნდა იყო და წიგნიც წაიგითხო ხო ასია და ახლობებით აქაც რა წყარო უნდა გადაამოწმო იმიტომ რომ მეცნიერება დგას
წყაროებზე და ეს წყარო კიდე უნდა იყოს სანდო. თუ ვინმე გილინკავს იმას რომ რაღაც ბასას უნდა წერტილი ჯეზე მაქვს წაკითხული, უნდა გვახსოვდეს რომ ეს ასე არ არის. აჩკო ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ გვინდოდა რომ აჩკოს წესაუბრა აი ამ ვიდეოს და მის არხს და ასე შემდეგ ამ ვიდეოს აღწერაში ნახავთ და ეს ძალიან მივესალმებით ამას, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი რესურსი იქნება კიდევ იმის რომ მათ შორის ჩვენ სივრცეში ინფორმაციაზე რაღაც ცოტა პატარა ფილტრი გავაკეთოთ და მოვისმინოთ ხოლმე მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებები და ასევე გავეცნოთ იმ სამეცნიერო მტკიცებულებებს, რომელიც იმ საკითხის გარშემო არსებობს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა ჯაბა და მე შეგახსენებთ რომ ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. მე ვარ ზურალ ხანიშვილი, თავში დამავიწყდა ამის თქმა. მოვალ შეხვედრამდე.